უნდა გულწრფელად ვთქვა, რომ ფოთში პირველად ვარ გაჩერებული მანქანით, ანუ გაგივლია გამოგივლია, მაგრამ ესე პირდაპირ გადმოხვალ და გამოიხედები, ალბათ შემდგომ სასირცხოთ უნდა ვამბობდი ამას. და მიხარია რომ აი ესეთნაირად დაემთხო რომ აზროვნების აკადემიამაც გადაწყვიტა და მოხარული ვარ და სადღაც ალბათ გაკურებულიც ვარ რომ ესე სავსე დარბაზი ფოთში დღეს ასეთ ესე იგი გაგანია ზაფხულში, როდესაც ყველას მაინც მიეჩქარება დასასვენებლად, ეს არის ჩემთვის რაღაცა პატივიც და ჩემი გულწრფელი სიმპათიები, სიყვარული და კომპლიმენტები თქვენ. თან ესე დილა ადრიან პირდაპირ მეტამორფოზაზე მოგვიწევს საუბარი. ესე იგი ვიზიტი ბომბა თემა არის. იდეაში თლად გულწრფელად რო გითხრათ, რა თემებსაც მე ვლაპარაკობ, ყველაფერი ერთი თემა არის. ამიტომ ესე იგი მიადვილდება ცხოვრება, იმიტომ რომ ესეთი სპეციფიური მომზადება როგორც წესი არ სჭირდება ხოლმე. მეორე იმას ვიტყვი, რომ ამას ნახევარი ხუმრობით ვიტყვი, რომ ჩემი დაბადების დღე არის 19 აგვისტოს და ეს არის ფერიცვალების დღე ქრისტიანული მართლმადიდებლური კალენდრით, ამიტომ მე უნდა ვთქვა, რომ პირდაპირ დავიბადე იმ დღეს, როდესაც მეტამორფოზა უნდა მოხდეს. ანუ მეტამორფოზის დღესა ვარ დაბადებული და ნახევრად იუმორით ვამბობ, რომ თუ კი რამეზე მიფიქრია და მილაპარაკია მთელი ცხოვრება, ეგ არის მხოლოდ და მხოლოდ მეტამორფოზა და ამ თემასთან მიბმული სხვა საკითხები, რომელიც არის. ვიძახი, რომ იმაზე დიდი კითხვა არ არსებობს, რომ გამაგებინან და ვინა ვარ და თვით შემეცნება და ასე შემდეგ, მაგრამ მე მივახლოვდები ამ მეტამორფოზის თემას ესეთნაირად, რომ რა არის მეტამორფოზა? გუშინ არაჩვეულებრივი შეხვედრა იყო, აგერ ერთი წარმომადგენელი ყავს ზუგდიდში და იქ საუბრობდი იმ ეტაპებს, რომელსაც ადამიანი გადის მეს ჩამოყალიბების დროს, ალბათ შეიძლება აქაც 1-2 სიტყვით აღვნიშნო ეს ამბავი. იმიტომ რომ ნახეთ როგორ რაღაცა საკითხი დგება ესეთნაირად. პირველი კითხვა არის რა არის მეტამორფოზა? მეტამორფოზა არის ალბათ რაღაცნაირი გარდასახვა. არის მდგომარეობა, რაღაცა წერტილი, რომლამდეც მე ვიყავი სხვა და ეხლა ვარ სხვა. სხვანაირი კი არა. რაღაცას ვლაპარაკობდი, ეხლა სხვა რამეს ვლაპარაკობ კი არა. ტანზე სხვანაირად მეწოდა, ეხლა სხვა რამეს კი არა. არა, თითქოს და არსობრივად გამოვიცვალე. ანუ მეტამორფოზა საკმაოდ მკაცრი სიტყვა არის და ეს ფაქტურად ნიშნავს თვისობრივ და არსობრივ ცვლილებას. არ ვიცი სიტყვა მეტამორფოზაში მარტო დადებითი კონტექსტი, ასე ვთქვათ, მოისაზრება თუ შეიძლება ვარყოფითი, ასე ვთქვათ, კონტექსტიც კონდეს ამას, ანუ მეტამორფოზა დეგრადაციის, ასე ვთქვათ, მიმართულებით. მაგრამ რო დაგუგლოთ სიტყვა მეტამორფოზა, თქვენ ალბათ პირველი რაც ამოგივარდებათ, ეს იქნება პეპელა, რომელიც ესე იგი ჭუპრიდან გამოდის და ფაქტურად ფიზიკურ სხეულის ისეთ გარდასახვას უყურებთ ჩვენ, რომ შეიძლება ყმა ჩამოგივარდეს ადამიანს, იმიტომ რომ თქვა რომ აი ამ მატლიდან როგორ შეიძლება რომ ესეთი სიფრიფანა და ესეთი დახვეწილი არსება გამოიჩეკოს თუ არც ვიცი რა სიტყვა ვიხმარო. მაგრამ მე ხვდები რომ ის რაც მოსდის ადამიანის არ ვიცი სულს, გულს, შეგნებას, twins, სამშვინველს რა ტერმინი ვიხმარო, როდესაც ადამიანი რაღაცა შემეცნებით აქ საკეთებს, შეხვდები რომ ეს ადამიანი ფაქტიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღარ არის ის ადამიანი, ვინც იყო ადრე და იმხელა განსხვავება შეიძლება იყოს, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ის ტერმინი, რაც ამ ჭუპრზე ვამბობდით, ანუ მეტამორფოზა. ანუ აქ საუბრობთ იმაზე, რომ ადამიანმა შეიძლება განიცადოს თუ არა მეტამორფოზა. რა თქმა უნდა, მე აქ არც ვიჯდებოდი და არც ვილაპარაკებდი, მე თვითონ რომ არ მჯეროდეს ამ მეტამორფოზის და არა მარტო არ მჯეროდეს, მე თვითონ რომ არ ვთვლიდე, რომ მეტამორფოზაზე მნიშვნელოვანი საერთოდ არაფერი არ ხდება კოსმოსში. მაგრამ ესე ადვილად არ არის საქმე. მე ამას რწმენითი კატეგორიებიდან არ ვლაპარაკობ, მე ჩემი არგუმენტები მოვიყვანო სუფთა ესეთი საკუთარი თავის დაკვირვების და თვითშემეცნების ხაზიდან. მაგრამ თავიდანვე ვიტყვი იმას, რომ არსებობს უამრავი ადამიანი და ალბათ სტატისტიკურად ვიტყვი, რომ ახალგაზრდები უფრო ბევრი არიან, რომლებიც ამბობენ, რომ მეტამორფოზა არც არსებობს. და ეს არის ილუზია, რომ გამოვიყენებ ესეთ კრილოვის ფრაზას "Рождённый ползать никогда не научится летать", რომ შენ თუ ესე იგი დაიბადე და შენ თუ ხარ ესე იგი მიწაზე გასწორებული, შენ მოგტები მაგნაირად და რეალური ესე იგი თვისობრივი ცვლილება პრაქტიკულად არ არსებობს და თუ არსებობს ან თეორიაში, ან ჰიპოთეტურად, ან ზღაპრებში. და მე კიდევ ვიტყვი ესეთ რაღაცას, რომ რა თქმა უნდა, მეტამორფოზა არის ურთულესი პროცესი და შეიძლება
უამრავ და უმრავლეს და კიდე 90%-ზე უფრო მაღალი თამასი თქვათ, რომ ადამიანებს ალბათ ესეთი რაღაც შეიძლება ესეთი ძირეული მეტამორფოზა ცხოვრებაში არ მოსდის, მაგრამ დღევანდელი ჩემი საუბარი იმას კი არ ეხება, ვის მოსდის მეტამორფოზა და ვინ არ არის მეტამორფოზირებული და რა კაი ხალხია ისინი და რა ხალხი არის ესენი. არა. ყველაზე დიდი კითხვა მდგომარეობს იმაში, რომ არსებობს თუ არა საერთოდ მეტამორფოზა, იმიტომ რომ თუ არსებობს, მაშინ უკვე შემიძლია ვთქვა, რომ მაშინ ამისთვის ცხოვრება ღირს. და მეტამორფოზა ეხლა უნდა ავღწერო ჩემის აზრით რა არის. მე მოვდივარ შემეცნებიდან, მე მოვდივარ თვით შემეცნებად რო ავხსნა, რასაც გულისხმობ. ნუ არ ვიცი, მერე მამარდაშვილი ესე იტყოდა, ფილოსოფია ეს არის აზროვნება აზროვნებაზე. მე ვიტყვი რომ აზროვნებაზე ფილოსოფია კი არ არის, აზროვნება თვით შემეცნება არის, თვითონ სიტყვა მეუნება მას, იმიტომ რომ მე ჩემივე აზროვნებით რასაც უკვირდები ჩემსავე აზროვნებას. ანუ ჩავტრიალდი ჩემს თავში და მე გამოკეტილ კარებში, მარტო მჯდომარე ოთახში შემიძლია ვთქვა, რომ სულ მაინტერესებს რანაირად ვაზროვნებ. ხო? და ყველაზე მაზალო პროცესი, რომელიც ამ ჩემს ტვინში ხდება, ეს არის, როდესაც რაღაცას გავიგებ. იმიტომ რომ თუ მე რაღაცა გავიგე და გავიგე არ არის ვიცი, გავიგე არ არის ვისწავლე, გავიგე არ არის გავიმეორე, გავიგე არ არის დავიზეპირე. გავიგე არის, რომ გავიგე ნიშნავს, რომ მე გავიგე რანაირად, როგორ, რატომ არის რაღაცა მოწყობილი ესეთნაირად და მე ეს გაგებულობა ჩემში აღძრავს იმის განცდასაც, რომ ეს რომ არ ყოფილიყო ამას მე ვიზავდი, იმიტომ რომ მე უკვე გავიგე. მე თუ გავიგე პითაგორას თეორემა, მე შემიძლია რომ ის დავამტკიცო ჩემი გზით. მაგალითად მე ბავშვობაში მაჩუქეს კუბიკ რუბიკი მახსოვს და კუბიკ რუბიკს არ მოყვა ინსტრუქციები, მაგრამ 2 თვის წვალების მერე კუბიკ რუბიკი ავაწყე და მე ვთქვი რომ მე გავიგე როგორ ავაწყო, იმიტომ რომ მე თვითონ ვეწვალე ამას და მე თვითონ ავაწყე. ამას მე ვერავინ ვერ წამართმევს, ხო? იმიტომ რომ მე თვითონ ეს შევძელი, ხო? ვიღაცამ ჩემზე უფრო სწრაფად, ვიღაცამ ჩემზე უფრო გვიან, ვიღაცამ საერთოდ ხელში არ აიღო, მაგრამ მე შევძელი და მე გავიგე. ამ გავიგეს საზომი შეიძლება იყოს ძალიან პატარა. ისეთი რაღაცა გავიგე, როგორიც არის კუბიკ რუბიკი. ვიღაცისთვის კუბიკ რუბიკი ძალიან რთული რაღაცა შეიძლება იყოს. ჭადრაკის თამაში, ჭადრაკის პარტია მოვიგე, აგერ ახლა ჩინურ რაღაცა გოს თამაშობ და 4 თვე ვერაფრით ვერ მოუგე ყველაზე დაბალი დონის ხელოვნურ ინტელექტს. 4 თვის მერე მივხვდი, რომ არასწორად მქონდა ნასწავლი და შევცვალე რაღაცები და ბოლოს მოვიგე, მაგრამ ხო გავიგე. იმ პარტიას ხო ვერ მოვიგებდი. ხო ვერავის ვერ მოუგებდი, რომ მე არ გამეგო რაღაცა ხრიკები. ამიტომ მე ვერ ვიტყვი, რომ გაგების აქტი არ არსებობს. რა თქმა უნდა არსებობს. და მე ეს მემართება. რამდენად ვაშკაცი ვარ ამაში მეორე საკითხი არის, მაგრამ გაგების აქტი არსებობს და ეს მემართება. და ეხლა არის უკვე საინტერესო კითხვა, რომ და რანაირად გავიგე? წესით მე ხო ვერ უნდა გამეგო, იმიტომ რომ მე ხო მარტო არ ვისწავლე რაღაცა დაზეპირებული სულები. არა, არამედ მე ეს ჩემი ვიცი და ჩემი გზნობა დავაკავშირე ერთმანეთს და მე ეს ცოცხალ მდგომარეობაში მაქვს ჩემს სულში, რომელიც შემიძლია გამოვიძახო თუ კი ეს დამჭირდა. ანალოგიურად მე შემიძლია რაღაცა ტექნიკური საკითხი გავიგო, რა ვიცი, წინა ცხოვრებაში პროგრამისტი ვიყავი, შემიძლია მუსიკის მხარეს გადავიდე და ვთქვა, რომ აი რაღაცა გავიგე, აი ხა მეგობრები ხა აზროვნების აკადემიიდან სანამ თქვენ შემოგზანდებოდით იქ რაღაცა, აბა რა მუსიკა ჩავრთო, ეხა პავლე მეუბნებოდა, რომ აი ხა ვიგრძენიო, რომ შენი შერჩეული იქნებოდა ის მუსიკა, იმიტომ რომ რაღაცა და მე კიდე უფრო აი რაღაცა ჯაზზე ვსაუბრობდით, რომ აი ის იმ ჯაზსაც გაგება უნდა, იმიტომ რომ აი სტანდარტულს არასტანდარტულად უკრავს და შენ თუ გინდა რომ გაიგო ჯაზური მუსიკა კარგია თუ ცუდი არის, შენ უნდა მიხვდე რას უკრავს და ამის მერე მიხვდები როგორ უკრავს და მერე უკვე მერე შენ თვითონვე შეიგრძნობ რომ ამაში ოსტატობა ჩაიდო თუ ვერ ჩაიდო. ხო? და თუ შენ ხვდები რომ რაღაცა ოსტატობა დევს, განსაკუთრებით ისეთი რანგის ოსტატობა რომ შენ ვერ ქაჩავ ამას რა, ან მაშინ ახევარი ცხოვრება უნდა ჩადო რომ ამ დონეზე გაკაჩო, იტყვი რომ ვახ რა მაგარია. და ეს უკვე ნიშნავს რომ შენ თვითონ გაიგე, ანუ ხათრის გამო კი არ ამბობ რომ რა მაგარია. იმიტომ კი არ ამბობ მაგარია რომ ყველა ამბობს რომ მაგარი არის. არა, შენ თვითონვე იგზენი რომ მაგარია. და მე თითქოს და ჩვეულებრივ რაღაცას ვაპარაკობ, ხა არაფერ განსაკუთრებულს, ამ დროს მე ვიტყვი ეგეთ რაღაცას, რომ მე არ ვიცი დედამიწაზე სასწაულები სად ხდება და როგორ ხდება. აგერ ესეთი მართლმადიდებლობის გზაზე მდგარი ადამიანებისთვის, მაგალითად, სასწაული ხდება, ცეცხლის გადმოსვლა და ამ მოვლენას ელოდებიან და მე ვამბობ, რომ მე არა ვარ რელიგიური ადამიანი, მაგრამ ჩემთვის სასწაული ხდება ყოველ წამს, როდესაც ხდება შემეცნების აქტი, ანუ გავიგეს აქტი. იმიტომ რომ ადამიანი რო დაუკვირდეს რა მოხდა გაგების დროს,
წესით უნდა თქვათ, რომ შეუძლებელია. და თუ შესაძლებელი არის ის, რომ მე რაღაცა გავიგე, ესე იგი მე განსაკუთრებული არსება ვარ, იმიტომ რომ მე მოვახერხე ამის გაგება. ამას მე ვხსნი, იმიტომ რომ მე მინდა რომ დაგპატიჟოთ იმ წერტილიდან, საიდანაც მე უყურებ საერთოდ ყველაფერს. რომ მე უნდა გავიგო. გავიგო ნიშნავს, რომ აი პირდაპირ ხელ განმარტებას შემოვიტან, რაც ნიშნავს გაგება. გაგება ნიშნავს, რომ რაც ჩემს წინ არის, მე იმის ბმა ვიპოვე იმასთან, რაც ჩემს შიგნით არის. მაგალითად, ჩემს წინ რო არის ახლა ეს კამერა, მე შემიძლია ვთქვა, რომ რანაირად იღებს ეს კამერა. ნუ ახლა ტექნიკური ცოდნა შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ აი იქ რაღაცა არის მემბრანა თუ იქ რაღაცა სენსორი და ეს სენსორი იქ რაღაცა დენიმი ეწოდება და არის ობიექტივი და სხივების გარდატეხვა ხდება და რაღაცები, ხო? მაგრამ მე რეალურად უნდა რაც არ უნდა მელაპარაკო და მითხრა რომ იქ არის სენსორი, უაზრობაა ეს სიტყვა რომ იქ არის სენსორი, სანამ მე არ მივხვდები გრძნობის დონეზე, რომ თურმე დაცემული სხივი რომელიღაცა ზედაპირზე აღზრავს ელექტრულ იმპულსს და ეს ელექტრული იმპულსი შემდეგ პროცესორის საშუალებით ითარგმნება ფერში და ინტენსივობაში და შემდეგ უკვე გამოდის რაღაცა სურათი, იმიტომ რომ სურათი სხვა არაფერია თუ არა და ბევრი წერტილების სწორი თანმიმდევრობა. და ამას თუ ბევრ კადრს აიღებ, მე შენ უკვე ეფექტი გექნება, რომ თურმე მოძრაობას უყურებ და აი ეს არის კამერა, ხო? მაგრამ იმისათვის, რომ ეს გავიგო, მე ჩემს twin-ში უნდა თქვა, რომ რა ინფორმაციაც, აი ეს ყველაფერი რაც თქვი, ეს ყველაფერი ვიღაცისთვის შეიძლება იყოს საკმარისი, რომ გაიგოს და ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ რავი, რაღაცებს ლაპარაკობ, მაგრამ მაინც ვერ გავიგე რა ელაპარაკო. ანუ გავიგეს აქტი ვერ მოხდება გარეთ. აი ამას მანქანაში ვსაუბრობდი დღეს დილიდან, რომ გავიგე ყოველთვის ხდება ჩემს შიგნით. მე შეიძლება მათემატიკის გეომეტრიის წიგნი წავიკითხო და ვერაფერი ვერ გავიგო. ამ დროს ყველაფერი წავიკითხე, მეორეჯერაც წავიკითხე, იგივე წერია. კაცო, ეს ტექსტი ამის ზეპირად ვიცი, მაგრამ ამოცანას მაინც ვერ ვიყვან. და ამოცანას ვერ ვიყარ, იმიტომ რომ შინაგანად რაღაცა არ არის გადაწყვეტილი. და გაგების აქტის გარანტია, მე მინდა რომ ამაში ამყვეთ ახლა. გარანტია იმისი, რომ მე რაღაცას გავიგებ, შეუძლებელია რომ იყოს ჩემს გარეთ და ჩემს შიგნითაც ვერ არის. მე არ შემიძლია გადავწყვიტო რომ 7 საათზე გავიგებ რაღაცას. მე არ შემიძლია გადავწყვიტო რომ მე ეხლა გეომეტრიის ამოცანა მომეცი და 7 საათზე ამოვხსნი ამას. 6 საათსა და 55 წუთზე ვერ ამოვხსნი, მაგრამ 7 და 00-ზე ამოვხსნი. შეუძლებელია, იმიტომ რომ შემეცნება არის ისეთი პროცესი, სადაც წინასწარ არავინ არ იცის რითი დამთავრდება ეს აქტი. ოკეი? და რას დავინახავ, რას შევიმეცნებ. რატო? იმიტომ რომ შემეცნების დროს თითქოს და მე ხილვასავით მომეცემა რაღაცა წერტილიდან რაღაცას სურათი და მე იმ სურათს თუ მოვკარი თვალი, მე ვიტყვი რომ ვა, всё დავინახე. კათეტების კვადრატები, ჰიპოტენუზის კვადრატები. მივხვდი რატო იცი კვადრატი არის, იმიტომ რომ კვადრატი რო დავხატო, კვადრატი რო დავხატო, ეს შაშდება ამის ისა, всё გავიგე ყველაფერი გავიგე. ანუ აი ეს უნდა შევკრა და იმისათვის რომ ეს შევკრა აქ კიდე ცუდი რაღაცით უნდა დავიწყო. მე უნდა პირველ რიგში უნდა დავივიწყო პითაგორა. იმიტომ რომ პითაგორამ კითხვა, რომ ჰიპოტენუზის კვადრატი უდრის კათეტების კვადრატების ჯამსო. მაგრამ იმისთვის რომ მე გავიგო რომ მართლა უდრის, მე უნდა დავუშვა, რომ იქნება პითაგორას შეეშალა. თუ ამ დაშვებას მე არ ვაკეთებ და მე თუ კრიჭაში არ ჩაუდექი პითაგორას, მე აზროვნების აქტს ვერ ვიწყებ. და ამიტომ მე ვამბობ რომ მე არა ვარ რელიგიური გაგებით რომ მე რწმენით არ ვუსმენ პითაგორას. რახან პითაგორა, როგორ კაცო პითაგორა რა, ეხა პატივი ეცი პითაგორას და პითაგორამ თქვა რომ უდრისო და რახან უდრის, ესე იგი უდრის. მე ვამბობ რომ უდრის კი, მაგრამ მე არ დავბადებულ ვარ იმიტომ რომ ვიყო პითაგორას მონა, მე დავიბადე იმიტომ რომ პითაგორა გავიგო. და ეხა მე პითაგორაზე ვლაპარაკობ, თორე კეთილი კაცი თალესი ესე ლაპარაკობდა, ზევსი უნდა გავიგო თუ ზევს უნდა დავემორჩილო და მაშინდელმა ქურუმებმაც კი ვერ გაბედეს იმ პასუხის გაცემა რომ შენ ზევს უნდა დაემორჩილო და უთხრეს რომ შენ ზევსი უნდა გაიგო და თალესი იყო ყველაზე გულწრფელი ადამიანი და ყველაზე სწორად მოაზროვნე ადამიანი იმ ეპოქაში რომელმაც თქვა ესეთი წინადადება თუ მე შემიძლია რომ ზევსი გავიგო და არა მარტო შემიძლია ვალდებულებაშიც კი მიდებთ რომ ზევსი უნდა გავიგო მაშინ მე ზევსი ყოფილ ვარ იმიტომ რომ შეუძლებელია რამე გაიგო თუ ის არ ხარ წინასწარ. აი ეს არის როგორი პოზიცია არის, იცით რომ აი აყირავებს ყველაფერს თავიდან ბოლომდე. და ერთი კეთილი კაცი ამოდა ესეთ რაღაცას. ადამიანი რომ ყოფილიყო ადამიანიო მარტო ბუნების ქმნილება და ამავდროულად არა შემოქმედი, ანუ ბუნების შემოქმედი. ანუ პაходу ღმერთი რო არ ყოფილიყო ადამიანი.
მაშინ ის არა მარტო ვერაფერს ვერ გაიგებდა ბუნებისას, ინტერესიც კი არ ექნებოდა. და რახან თქვენ გაინტერესებთ, ხო? აი გუში ზუგდიდში იყო სწორედ ეს მომენტი, რომ თავის ბუნებაზე საუბრობთ და მე ვონდა, ინტერესი საიდან მომდა? რატო გაინტერესებს? და შენ უნდა თქვა ეგეთი რაღაცა, რახან მე მაინტერესებს და თქვენ თუ გულწრფელი იქნებით თქვენ თავში, იტყვით ეგეთ რაღაცას. მე არ შემიძლია შევაჩერო ინტერესი. ნახეთ რა აი სად არის აბსოლუტი? სად გამოვიჭირეთ აბსოლუტი? რა შეიძლება აბსოლუტი? აბსოლუტი ნიშნავს, რომ ჩემში რაღაცა ხდება უჩემოდ. მე შემიძლია რომ არ გავიხედო იმისკენ ასკეტურად. მე შემიძლია რომ გადავერთო ტვინი და სხვა რამეზე ვიფიქრო. მაგრამ აი ის რაღაცა რომ არ მომწონდეს, ხო, რაღაცა ილია ჭავჭავაძის განდეგილში წავედი ხა, ხო, აი მე არ შემიძლია რომ ჩემში გადავახტე იმას, რაც უჩემოდ უკვე მოხდა ჩემში. სადღაც იმებში განდეგილებში აღარ წავალ და კედელზე დაწერილ რაღაცა ალამაზი იყავი ბიჭოში, მე წავალ იქამდე რომ შემიძლია თუ არა მე რომ არ მაინტერესებდეს. და მე ვამბობ რომ არა, თუ მე არ მაინტერესებს, მაშინ ჩემსა და ამ კამერას შორის განსხვავება უკვე აღარ არის. ეს კამერაც გადაიღებს ყველაფერს, ამასაც დაიმახსოვრებს, მეხსიერება ამასაც აქვს, პროცესორი ამასაც აქვს, თვლა ამასაც შეუძლია და თვალი ამასაც აქვს და კიდე ლინზა აქვს. და კიდე უფრო ზუსტად დაიმახსოვრებს, ვიდრე მე დავიმახსოვრებ ალბათ ან თითოეული თქვენთაგანი, რასაც ახლა მე ვლაპარაკობს, ეს ყველაფერს წამი-წამში დაიმახსოვრებს. წამში კიდე 44000 კიდე იმას გააკეთებს, იტერაციას გააკეთებს, რომ ხმა დაიჭიროს. მაგრამ ეს კამერა ვერაფერს ვერ გაიგებს და მე გავიგებ. იმიტომ რომ მე მაქვს გაგების ნერვი და ამას არ გააჩნია ნერვი. ანუ მე ვამბობ ეგეთ რაღაცას, რომ თუ მე გამაჩნია ინტერესი რამის, მე ხო არ ვლაპარაკობ რისი კამერის, არა რამის. ესე იგი, მე უკვე ღმერთი ვარ, იმიტომ რომ რო არ ვიყო ღმერთი, მე არც მექნებოდა არც ინტერესი და არც გაგების სიხარული. იმიტომ რომ თითქოს და მე რო რაღაცა გავიგე, გარდაუვლად მე გამიხარდა. და გამიხარდა იმას ნიშნავს, რომ იმ მომენტში მე შინაგანი ნეტარება მომივიდა. რატო? ჩაწყობილი არის, ვიღაცამ დაიგინა, რომ მე გამხარებოდა. არა, ეს ავტომატურად მოდის. შემიძლია მე ეს სიხარული გავაჩერო, შეუძლებელი. და თუ ასე არის, მაშინ მე უნდა ვთქვა, ნახეთ, ეხა სულ კიდე სხვა კუთხიდან შეგახედებთ. თუ მე მემართება რაღაცა ისეთი, რომელიც მე არ შემიძლია რომ ან შევაჩერო, ან გამოვიწვიო, ანუ ის არის თავისთავადი, მაშინ მე ის ყოფილ ვარ. რატომ? ტანსაცმელი მე არ ვარ. ტანსაცმელი შემიძლია გავიხადო. ფიქრი შემიძლია სხვანაირად ვიფიქრო. ყველაფერი, რაზედაც მე გავლენა მაქვს, მე არა ვარ. ის ან ავიღე, შემიძლია მოვიცილო. მაგრამ თუ კი რაღაცა არის, რომელსაც მე არაფერი არ შემიძლია მოვუხერხო, მაშინ მე ის ვარ. იმიტომ რომ მე არაფერი არ შემიძლია მოვუხერხო. მაშინ ის ჩემი არსების განუყრელი ნაწილი ყოფილა. ანუ ვინა ვარ მე? მე ვარ ინტერესი და მე შემიძლია ესეთი ფრაზა შემოვაგდო, ეხლა თქვა რომ მე ვარ შემეცნება. აი რომ მკითხო ანდრო ვინ ხარ შენ, მე გეტყვი, მე არ ვიცი ვინა ვარ. ანდრო დამარქვეს, რატომღაც მეუნებია რომ ქართველი ხარ, სამეგრელოში მეუნებია რომ მეგრელი ხარ. ესე იგი 1000 რაღაცა მაქვს გარედან აბოჭილი, მაგრამ გულწრფელად რო თქვა ეს ყველაფერი გარედან მოწებებული არის. თავისთავად მდგომარეობაში მე ვინა ვარ, რასაც მოეწება ყველაფერი, მე ვარ შემეცნების უნარი, მეტი არაფერი არა ვარ. და სხვა რამით მე განსაზღვრული არა ვარ. მე ვარ ორფეხა შემეცნების უნარი. ეხა შემეცნების უნარიც არის და შემეცნების უნარიც არის. მე ხა არ მივდივარ ეხაზე რომ ვიღაცა ნიჭიერია, ვიღაცა მოცარტი არის და ვიღაცა შტერია. მაგაზე არ მაქვს საუბარი. მე ვამბობ ეგეთ რაღაცაზე საუბარი. თუ მე ერთი რაღაცა მაინც გავიგე. მაშინ გაგებამდე და გაგების მერე მე ისე ვიგივე ვარ? ხო? და იმიტომ რომ მე ვერ ვხედავდი და ეხლა უკვე ვხედავ. არც კი ვამბობ რაზეა საუბარი. კი ბატონო, მოვიყვან მაგალითს. მაგალითად, მე ვერ ვხედავდი რომ რაღაცა იყო ლამაზი. აგერ ბიჭებთან მქონდა ესეთი ისე რომ ჩანაწერი იყო ჩართული და რაღაცა ჯაზური მუსიკა უკრავდა და უკვე ერთი 20 წუთი რო არის ჩართული და ამ დროს ერთი და იგივე რაღაცა რო არის ჩართული, მე მივხვდი რომ მე მგონი ხელოვნური ინტელექტი უკრავს, იმიტომ რომ ხალხი ესე არ უკრავს. ანუ რაღაცა წამში მე მივხვდი რომ
არაბუნებრივად უკრავს ეს. ხო? მე გადავამოწმე რაღაც ჩავხედე და მართლა არც ავტორი არც ეს გასაგებია რომ რაღაცა მანქანა თუ რაღაცა ალგორითმი უკრავს თუ რაღაც. ან შეიძლება მიხვდე იმას რომ ვაიმე რა არასწორი ვიყავი გუშინ, როდესაც მე ვფიქრობდი რაღაცაზე ესე. მე შეიძლება მივხვდე რომ მომწონდა ვიღაცა და დედა რაფერ მომწონდა ის კაცო დეგენერატია ის. ან პირიქით შეიძლება ამბობდე რომ არ მომწონდა ვიღაცა და აი ხა თითქოს თვალი აგეხილა და თქვა რომ დედა მე ვერ ვამჩნევდი რა მშვენიერი იყავი. თუ ასე ტურფა იყავი, რად ვერ გამჩნევდი იაო, იმად რომ გული არ გამიხსნია, სიყვარულის გული არ გამიხსნია. ხო, აი ეს რაღაცა გულის გახსნის მომენტი არის და გუშინ არ მქონდა და დღეს თითქოს და მომეცა. გეომეტრიულ ამოცანას გუშინ ვერ ვხსნიდი, დღეს დილაც გავიღვიძე და ვახ პაც ამოვხსენი. რა მოხდა? თუ ამას ვინმე მოიხელთებს და იტყვის რომ მე შემიძლია ვმართო შემეცნების პროცესი და მე შემიძლია რომ ავდგე და გავიგო, მაშინ თქვენს წინ იქნება ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე არსება, რომელიც ოდესმე დაბადებულა კოსმოსში. არა მარტო დედამიწაზე, იმიტომ რომ ამას შეუძლია ადგეს და გაიგოს. ჩვენ ალბათ ხვალდაზე უკვე ლამის გავაღმერთებთ ხელოვნურ ინტელექტს, იმიტომ რომ იმას შეუძლია რომ ჭადრაკი მოიგოს, ერთ ღამეში ისწავლოს ჭადრაკი. მაგრამ ჩვენ მაინც ვამბობთ რომ ხელოვნურ ინტელექტს გაგების უნარი არ აქვს და თუ ვიღაცას შეუძლია რომ გაგების უნარი ეს მისი ასე ვთქვათ მართვად ინსტრუმენტად აქციოს, მაშინ თქვენს წინაშე არის უკიდეგანო ძალაუფლების მქონე არსება. მაგრამ არ მივდივარ ახლა აქეთკენ. მე ისევ გავჩერდები ეგეთ რაღაცაზე, რომ თუ მე მაქვს უნარი, მე არ ვიცი შევძლებ თუ არა გაგებას, მაგრამ მე თუ მაქვს უნარი რომ გავიგო რაღაცა, ჩემ დონეზე, სადაც ჩემი ტვინი, სადაც ჩემი გული, სადაც ჩემი აზროვნება არის, ხო? რაღაცა ძალიან დიდი სიბრძნე რო დამიდო, ალბათ იმას ვერც გავიგებ. დიდი სილამაზე რო დამიდო, გენიალური ქმნილება, ალბათ შევხედავ და ვიტყვი რომ რავი, რა დებილობაა, იმიტომ რომ მე მზად არა ვარ რომ ის გადავყლაპო. მაგრამ თუ კი ჩემი საკბილოს დამიდებ წინ, მე ვიტყვი რომ ვა, რა მაგარია. ხო? ჩვენ ახლა ვიმყოფებით დაწესებულებაში, სადაც არის მუსიკალური სკოლა. სანამ ამოვედი, ყველა კომპოზიტორი, რა ვიცი, აგერ სულმნათი, არ ვიცი, მოცარტია თუ ბეთჰოვენია, მაგრამ რაღაცა შვაშია. პორტრეტს გულისხმობ, ესე იგი დაკმურებს. ანუ ესე იგი ეს ხალხი ზრუნავს იმაზე, რომ ბავშვი გაიზარდოს ისეთნაირად, რომ ამ სილამაზეს ჩაწვდეს და შენ ეს ადამიანი უნდა გაზარდო. 7 წელი არის, ეხლა 7 წლების გულისხმობ მუსიკალურ სკოლაში, ეს თუ სასწავლებელი კიდე უფრო წინ რო წავიდეთ, შენ გჭირდება წლები იმისათვის, რომ გაიგო, რომ ის რაღაცა მართლა ლამაზია. და შეიძლება მუსიკა ისწავლო 10 წელი და ვერ მიხვდე, რომ ბეთჰოვენი ლამაზია. მისი მუსიკა. შეიძლება იცნო რომ ბეთჰოვენი. რახან ბეთჰოვენია კაია. მაგრამ შეიძლება არ გესიამოვნოს და ამითი ვერ მიიღო რაღაცა სულიერი საკვები. იმიტომ რომ ამას კიდე შინაგანი სხვა მომზადება სჭირდება, რომ შენ მოინელო ის, ხო? არც ვიცი რა ტერმინი გამოვიყენო აქ. მაგრამ მე ისევ დავბრუნდები ეგეთ რაღაცაში. თუ კი მე ბეთჰოვენს ვერ ხვდებოდი, მაგრამ მე მოხდა ჩემს ცხოვრებაში რაღაცა და ეხლა ვამბობ, რომ ეხლა ვხვდები, მაშინაც ანდრო ვიყავი და ეხლაც ანდრო ვარ. იმიტომ რომ ჩემი აზროვნები, ჩემი ფასეულობების სვლილება ხდება სერიოზულად. საიდანაც მე ამოვდიოდი, რაზედაც მე ვეყრდნობოდი, ის საყრდენით შემეცვალა. აი ეს არის მეტამორფოზა. მეტამორფოზა არის, როდესაც ფაქტიურად მე აღარაფერს აღარ ვეყრდნობი და ჩემს საყრდენად გავიხადე საკუთარი თავი. ალბათ სახარებისეულად უნდა ვთქვათ, რომ როდესაც შენ სახლს ააშენებ მყარზე ან კლდეზე, ან კიდევ სხვანაირად შემიძლია თქვა, რომ შენ წყალზე გაივლი, იმიტომ რომ გავლა ნიშნავს, რომ შენ ეყრდნობი რაღაცა, საყრდენად გჭირდება, მაგრამ მიწა რო გამოგეცალა და შენს ქვემოთ რო არის წყალი, რომელსაც ვერ დაეყრდნობი, მაშინ როგორ უნდა იტივტივო, როგორ უნდა გაიარო წყალზე და ერთადერთი გამოსავალი არის, როდესაც შენ დაეყრდნობი საკუთარ თავს. მე რომ მკითხოს კაცმა, წყალზე გავლა არის თვითშემეცნების სიმბოლო. შეიძლება ამაში უამრავი და მავანი არ მეთანხმება და უბრალოდ სასწაულს ხედავენ, მაგრამ მე ვამბობ, რომ ის სასწაული, რომელიც რელიგიური სასწაული არის, რეალურად ეს არის
სასწაული, რომელსაც მე გამომიჭერია იმაში, რომ შემეცნების აქტი მოხდა და შენ თუ შემეცნების აქტს აკეთებ, შენ წყალზე გაგივლია. ხო? და შენ თუ ამ აქტს აკეთებ, მაშინ შენ ის ვეღარ იქნები, ვინც აქამდე იყავ. იმიტომ რომ ის ადამიანი სულ სხვანაირად ლაპარაკობდა. აი გუშინაც ვახსენებ, რომ აი თუ მე ადრე მერქვა საულე, მაშინ ეს საულე უნდა გამოვცვალო, იმიტომ რომ აღარა ვარ ეს საულე კაცო, იმიტომ რომ დღეს გავიგე და გაგების მერე მე უკვე როგორ ვიქნები იგივე. და ამიტომ მე გეპატიჟებით ეგეთ საზრეში, რომ თითოეული პაწუწკუნტელა გავიგე, რეალურად აფართოვებს იმას, ვინც ვარ მე, რასაც მე ვეძახი. იმიტომ რომ ნახეთ როგორ რაღაც არის, მე გეპატიჟებით ეგეთ საზრეში, რომ მკითხო ანდრო ვინ ხარ შენ, მე გეტყვი, მე ვარ ყველა იმ გავიგეს ჯამი, რაც გამიგია ცხოვრებაში. ნუ მარქმევთ გარედან რაღაც ატრიბუტებს. ეგ მე არა ვარ. ეგ თქვენ მომაწებეთ. მე ტანსაცმელი არა ვარ, მე ტანსაცმელს ჩავიცო, გავიცი, სხვასაც ჩავიცო. მაგრამ ნუ გერევათ ჩემი არსი ჩემს ტანსაცმელში. და აბა რა არის ის არსი რაც ხარ, უტანსაცმლოდ? ის არის რაც გავიგე. და შენ თუ გინდა რომ მიხვდე ის რა არის, მაშინ შენ მოგიწევს რომ მე გამიგო. ხვდებით ხო როგორი მომენტია? რითი, რავითი, კაცობრიობა რითი უნდა გაღმერთდეს, მე ვამბობ რომ უნდა გაიგოს. და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ნახეთ ახლა კამათი და დავარაზი არის. ვაიმე შენ ვერასოდეს ვერ შეძლებ მეტამორფოზას. შენ ვერასოდეს ვერ შეძლებ რომ შეიცვალო. იმიტომ რომ შენი გაგებაც ფანტომური არის, იმიტომ რომ შენ კი არ გაიგე რეალურად შენ უკვე ეს დაუშვი. შენ უკვე დაეთანხმე სხვას. შენ ყოველთვის სხვაზე ხარ აყოლილი. შენ გემოვნება გაქვს ესეთი, იმიტომ რომ შენ გითხრეს რომ ესეთი არის. იმდენად ბევრი დაგახვედრეს ეს მოცარტის თუ ბეთჰოვენის სახე, რომ შენ დაიჯერე, რომ ესენი კარგები არიან. შენ კი არ მოგწონს, შენ კი არ გსიამოვნებს. არამედ შენ უბრალოდ რაღაცა რელიგიური მასში ხარ, უბრალოდ რელიგიური, ასე ვთქვათ, ღვთაების ნაცვლად მოცარტი ყავს, რა მნიშვნელობა არის. და ეს საზრისი დღეს არის ძალიან გავრცელებული. ყოველ შემთხვევაში ახალგაზრდების 90% ასე ფიქრობს. რომ რავი ვერთი მე ბეთჰოვენის დედაც რაღა დროს ბეთჰოვენია. სულ სხვა რაღაცა ხდება. აბა, მაშინ რა არის კარგი და ცუდი მუსიკა? აუ, Spotify-ში ჩახედე და ნახე, რასაც უსმენს ხალხი, პოპულარული რაც არის. მე ნიზლავს დაგიდებთ, რომ ბეთჰოვენი უფრო ქვემოთ არის, ვიდრე დღევანდელი ვიღაცა, ვისაც სხვა საერთოდ კაცობრიობას აღარ ეხსომება იმათ სახელი და გვარები. იმიტომ რომ დღეს ეს არის პოპულარულები. ხვდებით ხო როგორ მომენტია ეს? აქ კიდე გემოვნების დახვეწილობაზე არის კიდე საუბარი, რომ უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ სმენა არ აგვაქვს. და მოდი ეხლა უსმინოთ რაღაცა ერთნოტიან რაღაცა სიმღერას თუ ჰიმს. კარგია რა, სამაგერო თუ უსმენო ხალხი ვართ აქ და ჩვენც გვინდა რომ თანამონაწილეები ვიყო და მე ვამბობ, მოიცა, ნუ აშტერებ ამ ხალხს. ეს ხალხი უნდა გაზარდო. და გემოვნების გაზრდა არის მთელი ამბავი, ეს არის წლები უნდა ამას. შენ თუ ამ ხალხს შეეკითხები, რა მოგწონს, მითხარი და მოგასმენინებ იმას, რაც მოგწონს, მაშინ ეს ხალხი დეგრადირდება. იმიტომ რომ ეს ხალხი მარტო მოისმენს იმას, რასაც შენ ეკითხები რომ მოსწონს. და შენ თუ რა ვიცი მე ადამიანების დიდ ჯგუფს ყოველდღე აყურებინებ მექსიკულ თუ თურქულ ტელესერიალებს, ბოლო იმათ მოეწონებათ ესა და გამოშტერდებიან. ეს იცის ხალხმა, ეს იცის პოლიტიკოსებმა, ეს იცის რეკლამის ხალხმაც, ბიზნესის ხალხმაც. და ეს манипуляция არის არამარა. ჩვენ თითოეული ადამიანი ამ საქმეში ვართ. ტანზე რაც გვაცვია, იმიტომ რომ გარკვეულწილად რეკლამის მსხვერპლები ვართ, თორე რა ვიცი მე ხა პერანგი არ გამოგვიგონებია ჩვენ ვიღაცამ გამოიგონა და იმან იმდენი გააკეთა რომ ჩვენ ვიყიდეთ, ჩვენი ფული მივეცით ამაში. ამაში მთლად ცუდი კი არ არის ეკონომიკა წინ არ წავიდა ესე იყო. მე სხვა რამეს ვამბობ, ვაცნობიერებ თუ არა რომ მე ეს მჭირს. და თუ კი მე ამას გავაცნობიერებ, მაშინ მე უკვე გავლენის ქვემოთ არ ვარ, მაშინ მე უკვე იგივე ტანსაცმელი შემიძლია ცნობიერად ვიყიდო. გამოდის რომ მეტამორფოზა არის ეგეთი რაღაცა, რომ იგივეს ვაკეთებ ოღონდ ეხლა უკვე ცნობიერად. ადრე მეძინა და ეხლა გავიღვიძე. ანუ მეტამორფოზა არის რაღაცა ისეთი კი არა, რომ გუშინ ამას ვაკეთებ და ხვალ შევეშვი და ამას არ ვაკეთებ. არა, მე შეიძლება იგივე ვაკეთო. ბუღალტერი ვიყავი გუშინ და მე მევალებოდა რომ ისე გამეკეთებინა რომ დებიტი და კრედიტის ბალანსი დამესვა. მაგრამ დღეს გავიგე რატო ვაკეთებ ამას. იმიტომ რომ დებიტი და კრედიტი რო დაждდება და გაუტოლდება ერთმანეთს, მაშინ გამოჩდება რაღაცა ისეთი სურათი, რომელიც მანამდე ვერ ჩანდა. აი, რა დღეშია კომპანია.
სიტყვაზე ვლაპარაკობთ, არ ვიცი, ბუღალტრები სიხარ თუ არ ეხა მაგის მუსიკალურ სასწავლებელში ვთქვათ, აი, ერთი ბუღალტერი მაგის ყავს ოჯახში, მეორეც, ხო? მე შეიძლება თქვა ეგეთი რაღაცა, რომ ვაიმე, რა ლამაზია ორმაგი გატარება. ამას ვიღაცა ბუღალტერი გეტყვის, მაგას როგორ ამბობ კაცო, ბუღალტერია ხალხის მტერია, ყველაზე საზღარი პროფესია, ყველაზე დებილობა, მარტო უნდა იჯდე ფურცლებში უნდა იქექო და მარტო უნდა რაღაცა ტოლობამდე უნდა დაიყვანო ეს ყველაფერი და გაიყვან ბოლოში მოვა ვიღაცა რევიზორი, მაინც არ მოეწონება რაღაცა და თუ კარგად ხდება ყველაფერი, არავინ შენი მადლიერი არ არის და ცუდ ხდება, გადაგაგდებენ პანჯრიდან. ყველაზე საზღარი პროფესია, ხო? ერთი საპეორი არის ჯარში და მეორე ბუღალტერი არის. მაგრამ მე ამ კუთხით თუ შეხედავ თქვენი ტყვით რომ აუ რა ლამაზად გატოლდა ის და რომ გატოლდა გამოჩნდა სურათი რომელიც მანამდე არ ჩანდა და მე იტყვი რომ ვახ ჩემი სამყაროც ხო ეგეთი არის უნდა შენ უნდა დააბალანსო ყველაფერი და აი ამ ბალანსის მიღმა დაინახავ რაღაცა სურათს აი ნათელი გამოჩნდება ეხლა უცებ ამ სიტყვებს ვამბობ და თვალწინ წარმომიდგა ესეთი ძალიან ცნობილი ათენის სკოლა არის ესეთი სურათი სადაც პლატონი და არისტოტელე დგას და ესე დაბალანსებულად დგანან არისტოტელეს ხელი აქვს ქვემოთ პლატონს ხელი აქვს ზემოთ მათ შორის სამი თაღის პერსპექტივაში უკნიდან მოდის სინათლე და თითქოს აი ეს ბალანსი განაპირობებს იმ სინათლის დანახვას ეხლა ეს უბრალოდ ისე წამომივიდა და ამიტომ თქვი მაგრამ ისევ დაუბრუნდები რაღაცას თუ კი ის ხალხი ვინც მე მეკამათება იმაში რომ მეტამორფოზა არ არსებობს და ეს ხალხი გეტყვით რაში არის მართალი 99%-ის მოსახლეობისათვის მეტამორფოზა მართლა არ არსებობს. 99% მოსახლეობა მართლა ცხოვრობს ისე, როგორც ცხოვრობს მეზობელი. 99% ადამიანისთვის არც თავისუფალი ნება არსებობს და არც ყველაფერი განსაზღვრული არის გარედან და რახან ამ განსაზღვრულობას კიდე მოაქვს, რა გინდა კაცო, ხო კარგად ჭამ და კარტოფილი ხო მიგაქვს სახში და შვილებიც ხო კარგად არიან და ხო ჯანმრთელი ხო და იყავი რა. აი ამ რაღაცა რუტინას, ამ რაღაცა სამსარადან გამოსვლა, როდესაც არც გინდა და როდესაც ამ მოცემულობას ღებულობ და ამ დინებას მიყვები, მაშინ შენ იტყვი რომ მეტამორფოზა არა ესე თუ ძმახარ. მაგრამ ეს მეტამორფოზა არის მაინც და მეტამორფოზა არის უნარი, რომ ამ დინებაში მოვეჭიდო ტოც და დავინახო ის, რასაც ვერ ხედავდი მანამდე. და მე თუ დავინახე ეს, ნახეთ როგორი მომენტი არის, თუ მარტო დავინახე და მე გავაკეთე და რაღაცა. აი, მარტო თუ დავინახე, რომ სიტყვაზე რა იდიოტი ვყოფილ ვარ. თუ მე მივხვდი, რომ იდიოტი ვარ, მე იდიოტი აღარა ვარ. იმიტომ რომ მიხვედრა უკვე არის მეტამორფოზა. შეუძლებელი ადამიანი ხვდებოდეს, რომ არის იდიოტი ან გოიმი და იყოს გოიმი. იმიტომ რომ შენ თუ მიხვდი, შე უკვე გამოხვედი. ამას რომ ვამბობ ძალიან ხმამაღლა შემიძლია თქვა რომ მოიყვანეთ ნებისმიერი ფსიქოანალიტიკოსი და გეტყვის რომ რითი კურნავ ადამიანს თერაპიული აქტი რითი დგება ჩავაბრუნებ თავის ბავშვობაში და მე გავახსენებინებ რაღაცეები იქ რაღაცა დედა მამა რა მე მიხვდება რომ თურმე ეს იქ რაღაცა ტრაუმა ყოფილა და მე ბუნებრივად თერაპიული აქტი ხდება რატო იმიტომ რომ მიხვდა ანუ მიხვედრა ნიშნავს რომ მე თერაპიულად განვიკურნე. ანუ ის ნეულება აღარ მაქვს. ანუ მე თვისობრივად სხვა ვარ, თუ მივხვდი. თუ დაგეთანხმე და მოვითმინე, მეტამორფოზა არ ხდება. მე უნდა მივხვდე და რომ მივხვდე, მე უნდა დავდგე ისეთ წერტილზე, რომელ წერტილზედაც ვერც ვბედავ დადგომას და გავურბივარ კიდევაც. რეალურად ჭკვიანი და ბრძენი ადამიანი გააკეთებს ესეთ რაღაცას. მე მოდი რა დავდგები სხვადასხვა წერტილზე და სხვადასხვა წერტილებიდან შევხედავ ერთ და იგივე მოვლენას. საიდან მოვიტანო სხვადასხვა წერტილები? რა ვიკითხე შენ მეზობლებს და გეტყვია, მეგობრებს კითხე, მტრებს კითხე. შენი მტერი ყოველთვის სხვა წერტილიდან უყურებს რაღაცას. და ამ დროს რო დაუშვა შენი მომენტი რო ბიჭო, არა და იცი როგორ მომენტი, აქედან რო შევხედო, მამეთ მართლა ეგრე ჩანს, ხო იცი? და იქიდან რო შეხედო, ჯო მართლა ისე ჩანს. და სრული სურათისათვის, აი ჩვენ როგორც ახლა ორი თვალი გვაქვს და ჩვენ სივრცულად აღვქვათ, იმიტომ რომ ჩვენ ორი თვალი გვჭირდება, ცალი თვალით ყველაფერი ბრტყელი არის. ასევე ჩვენ გვჭირდება სხვადასხვა აზრების მოსმენა იმისთვის, რომ სისრულეში დავინახოთ რეალობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ჩვენივე სუბიექტურობის ტყვეები ვართ. მაგრამ როგორც კი სივრცული ხედვა ჩნდება, მაშინ ჩვენ ვამბობთ, რომ მე ვეღარ ვიქნები იგივე ანდრო, რაც ვიყავი მანამდე. რატო? იმიტომ რომ ეხლა ვხედავ და მე ამას გავუგე
აი მაგალითად ეხა საუბარი იყო ეგეთ რაღაცას, რომ შეიძლება ერთი რელიგიის წმინდა წერილს კითხულობდე და მე მეორე დაპირისპირებულ რელიგიაში წავდე და თქვა რომ ბიჭო ესეც რა მაგარია. ამანაც დამაჟრიალა და ამანაც დამაჟრიალა. თქვენ რატო კამათობთ ერთმანეთში ვერ გამიგია. შეიძლება თქვა რომ იცი რა კაპიტალიზმი არის და სოციალიზმი არის და ესენი ხოცავენ ერთმანეთს და არა ბიჭო კაპიტალიზმში იცი რა მომწონს რომ შენ თუ ის ჟილკა არა გაქვს რომ შენი კუთვნილება შენი თავისუფალი ბაზრის პრინციპი არა გაქვს და შენ საკუთრების უფლება თუ არა გაქვს უბრალოდ შენ არასოდეს საკმარისი мотиваცია არ გექნება მაგრამ სოციალიზმი იცი რა მომწონს რომ ბიჭო მარტო კაპიტალისტურ გარემოში რო ვიყო მე სულ ტრობაში ამომძრება სული და სოციალიზმისგან კარგი ის არის რომ მე კოოპერაციას უყურებ კიდე სხვანაირად და მე შემიძლია კიდე ჩემი მტერიც და ჩემი კონკურენტიც გავზარდო იმიტომ რომ კიდე უფრო მაღალ სიმაღლეზე ავდე და ამ სივრცულის სურათიდან თუ შევხედავ მე საერთოდ მიკვირს რომ რატო ხოცავენ კაპიტალისტები და სოციალისტები ერთმანეთს ანუ მე ძალიან ცუდ რაღაცას ვიტყვი თუ თქვენ მართლა გაიგებთ კაპიტალიზმს და მართლა გაიგებთ სოციალიზმს მიხვდებით რომ მარტო დეგენერატი შეიძლება იყოს იქით და აქეთ რომელიც ებრძვის მეორეს ბრძოლობს მარტო ის ვინც ვერ გაიგო მეორე მხარე ეხლა თქვენ მეტყვით რომ კი მაგრამ მეორე მხარე რატომ უნდა გავიგო ის მტერია ჩემი და მე გეტყვი რომ მოიცა შენ სანამ იტყვი რომ მტერია ის შენი შენ უნდა თქვა რომ მე ვარ შემეცნებელი და მე ვარ გამგები გამგები ნიშნავს იმას რომ მე შემიძლია ისიც გავიგო აი აქედან იწყება ყველაფერი სამყაროში შეიძლება იყოს რამე რომ მე ვერ გავიგო მე არ ვლაპარაკობ ეხლავე გავიგო ხო არა თეორიულად ვლაპარაკობ თუ მე წეული არსება ვარ რომ ამას ვერასოდეს ვერ გავიგებ თუ მე ვარ წეული არსება რომ აი იმის იქითკენ მე რაღაცას ვერასოდეს ვერ გავიგებ მაშინ მე გეტყვი რომ ის არც არსებობს ის არც მაინტერესებს ამას ეძახიან ფილოსოფიის ტრანსცენდენტული არის ნიშნავს რომ მიღმიერი არის და მიღმიერი არც მაინტერესებს მაგალითად ხა ფიზიკოსმა რომ მითხრას რომ ეს სამყარო შექმნა სხვა სამყარომ და ის სამყარო შექმნა კიდე სხვა სამყარო და არის n ესე იგი რანგის baby universe-ები მე გეტყვი რომ რავი მაგას ვერც გზნობ, ვერც ხედავ, ვერც ვადასტურებ, ვერც ვუარყოფ ხო რავი არის და არის არაფერს არ მიცვლის ეგ ეგ არის ჰიპოთეზა რომელიც არც მტკიცდება და იყოს ჰიპოთეზა მომყვებით ხო ის თქმა მინდა მაგრამ თქვენ თუ მეტყვით ეგეთ რაღაცას რომ რაღაცა არის რომელსაც მე შევხედე სხვანაირი თვალით და მე დავადასტურე რომ ვაიმე მგონი მართლა ეგრე არის მე რაღაცა მომენტში არ ვიცი მე მივდიოდი შეხვედრაზე და ამ დროს ხვდები რომ ვაგვიანებ და მე განვიცადე როგორ მელოდება სხვა აი მაშინ შემრცხვება რომ დავაგვიანე მე შეიძლება დავაგვიანო და თქვა რომ ვაიმე ძალიან დიდი ბოდიშით რომ დავაგვიანე და ამ დროს არ გრძნობდი ამ უხერხულობას ისევ თქვას დილობის გამო თქვა მაგრამ მე თუ განვიცადე ის რასაც გრძნობს მე მაშინ დამემართება ის რომ შემრცხვება რომ დავაგვიანე ბუნებრივად ხვდებით ხო რაზე არის საუბარი იმიტომ რომ რელიგიური ადამიანი შეიძლება კვირას წავიდეს და რაღაცა ახსარება თქვას ისე რომ არ ნანობდეს ეხლა ამის საპირწონეს ვიტყვი შენ შეგიძლია არსად არ წახვიდე საპირფარაშოში შეხვიდე და უნიტაზზე იჯდე და ინანო და მე ვამბობ რომ მაშინ მოვა მეტამორფოზა მე საერთოდ ეჭვი მაქვს რომ უნიტაზზე ყველაზე კარგი ადგილი არის მეტამორფოზისთვის იმიტომ რომ განმარტოვებულ მდგომარეობაში ზიხარ საკუთარ თავთან და არავინ ხელს არ გიშლის ოჯახი ხოცავს ერთმანეთს შენთვის არავის არ ცალია და შენ ეს არის წერტილი არის ერთი არის ძილის წინ რო არის ესე იგი დოჩანაშვილი რო ამოს და მეორე არის ეს უნიტაზის ამბავი იმიტომ რომ შენ ხვდები რომ მოიცადე აი აქ შენ შეგიძლია რომ რაღაცა მდგომარეობით გვერდიდან შეხედო შენს აზრებს, ფიქრებს, გრძნობებს, გადაწყვეტილებებს, ფასეულობებს და ასე შემდეგ და უცებ წარმოიდგინო რომ გეშლება. და თუ ამ მომენტში შენ იგრძენი აი ეს რეალობის მომენტი რომ აბა ვაიმე აი ეხა მე დედა თურმე დედა აქამდე რატო ვერ ხედავდი და იმ წამიდან მოყოლებული შენ უკვე ხარ გაფართოებული არსება შენ ძველი ანდრო ვეღარ ახარ და შენ შეგიძლია გაფართოვდე არ ვიცი სადამდე მთელი სამყარო შეგიძლია ჩაიდგა შეგინით აი ეს იყო გუში რასაც ვამბობდი რომ თუ შენ გახვედი იმ მდგომარეობაზე რომ სამყარო ჩაიდგი შიგნით მაშინ შენ სამყაროს მიმართ გაქვს სამყაროს უყურებ და ხვდები რომ გავიგე მე გავიგე ეს რატოა ესე
მეცაც გეტყვი, რომ მითხრა, რომ ანდროჯან როგორი სამყაროც გინდა ეხლა ისეთი შექმენი, აი ოღონდ შენ პონჩი რო იყოს იდეალურად აწყობილი, ნაფიქრი, ყველაფერი, გეტყვი, რომ მოიცა, არაფერი არ ხდება, ეგეთი უკვე შექმნილი არის, აი ეს არის. რატო? იმიტომ რომ გავიგე. თუ ამ გაგების აქტზე მე არა ვარ გასული, ვიტყვი, რომ რავი რა, ამ სამყაროში რაღაცები არ მევასებ. მაგრამ თუ გავიგე, მე ვიტყვი, რომ იგივეს ვიზავდი. გავიგე, აი ეხლა გეპატიჟებით უფრო ღრმა რაღაცაში. გავიგეთი ხდება გატოლება. თუ მე გავიგე რაღაცა, მე ის რაღაცა გავხდ. თუ მე გავიგე პითაგორა, მე პითაგორა ვარ. ამაში ბევრი არ მეთანხმება. ამაზე სისხლს ვღრით. უაზროვნე ხალხიც, მეგობრებიც. ამაზე ბევრი სისხლია დაღვრილი. იმიტომ რომ ვიღაცისთვის არის რომ შენ უნდა გაიზარდო და ბოლოში მაინც ვერ გაიგებ იმას. ის ყოველთვის მიღმიერად დარჩება. მე ვამბობ რომ თუ ის მიღმიერი დარჩა, მაშინ რა აზრი აქვს საერთოდ ამ გზას. იმიტომ რომ ჩემთვის, აი ხა კიდე ძალიან მაზალო რაღაცა უნდა თქვა. ჩემთვის გავიგე ნიშნავს გავიხსენე. მარტო ჩემთვის არა, პლატონის ამ სიტყვები არის ხა, მაგრამ მე გავიგე პლატონი და მე თუ პლატონი გავიგე, მე პლატონი ვარ. მე როდესაც ვამბობ რომ გავიგე უდრის გავიხსენეს, მე ანდრო ამას ლაპარაკობ პირველ პირში და არაჩერეს პლატონი. რატო? გავიგე. ანუ რა ხდება გაგებით? გაგებით ხდება ის, რომ მე პლატონის სიტყვას კი არ ვიმეორებ. არა, მე დავინახე, რასაც ხედავდა პლატონი. და თუ მე იმას უყურებ, როგორც პლატონი იყურება რაღაცას და მეც იმას უყურებ, მაშინ მე და პლატონი უკვე ერთ დონეზე ვართ. პროსტ პლატონმა დამასწრო. მაგრამ როგორც მამარდაშვილი იტყოდა, ცნობიერებისთვის არ აქვს მნიშვნელობა თანმიმდევრობას. ცნობიერება არ არის რომ დროში და დასწრებაზე არ არის გაცნობიერება. ამიტომ მე გულწრფელად ჩავატარე გაგების აქტი და გავიგე. რა გავიგე? გავიგე რომ შემეცნება ნიშნავს გახსენებას. მართლა გავიგე. იმიტომ რომ თუ ეს გახსენება არ არის, მაშინ ეს ყოფილა სწავლა. და თუ სწავლა არის, მაშინ აქ ტყუილაზე ხართ, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი ჩაგანაცვლებ თქვენ, იმიტომ რომ ის თქვენზე სწრაფად ისწავლის ყველაფერს. მაგრამ თქვენ რაც დაგჩენიათ ის ელემენტი და მარცვალი, რითაც თქვენ მაინც ხელოვნურ ინტელექტზე მაღლა იქნებით, ეს არის ის, რომ თქვენ გაგების უნარი გაქვთ. მას არ გააჩნია. ოღონდ თუ კი თქვენ ამ გაგების უნარს არ გამოიყენებთ და იქნებით იმ 90%-ში, რომელიც რავი, აბა ვისწავლე და რასაც გავიმეორე ლექსი დავიზებერე, მოგიყვები ახლა ამ ლექსს. ზღაპარით წავიკითხე, მოგიყვები ამ ზღაპარს. ანუ ჩათვალე რომ ის ახლა რა, ChatGPT-ის უარესი ვერსია ხარ. მაშინ გეტყვით რომ ჩვეულებრივი ChatGPT რაღაცა 5.0 უკვე ჩაგანაცვლებს რა. და დარჩები საერთოდ ეგზისტენციალური კრიზისის პირისპირ. რო შენ იტყვი რომ ჩემს არსებობას აღარ აქვს აზრი. და ეგ უკვე მოვიდა ეგ დრო. და გამოსავალი, ანუ ხსნა და სიცოცხლის მინიჭება, ხა რელიგიურ ტერმინებს ვაპარაკობ, მაგრამ არის იმაში, რომ შემოთქვა, მე აქტუალიზაციას უკეთებ ჩემ შემეცნების უნარს და მე ამ ვიცის მიღმა ვაკეთებ გავიგეს აქტს. და გავიგეთი მოვიპოვე სიცოცხლე. შემეცნება ხდება სიცოცხლის მომნიჭებელი. მე გადამარჩინა იმან, რომ გაგების აქტი გავაკეთე და აი გუშინაც საუბრობთ მაგაზე, გაგების აქტი ბუნებრივად გადადის შემოქმედებით აქტში. თუ გავიგე, აწი უკვე აი ამ ტვინით, უკვე გაგებული ტვინიდან, რასაც არ ვიტყვი, ყველაფერი შემოქმედება არის. იმიტომ რომ მე უკვე ამას დანახულიდან ვლაპარაკობ და არა ნასწავლიდან. Okay? და იქ უკვე მე შემოქმედი ვარ, იმიტომ რომ მე იქ უკვე პირველ პირში ვლაპარაკობ, მე იქ უკვე არავის კოპირებას არ ვაკეთებ და მე უკვე აზროვნების აქტიდან ვლაპარაკობ და მე ცოცხალი ვარ და ამ სიცოცხლეს ვერც მომტაცებ, ვერც დამიკოპირებ, ვერც გაიმეორებ. შენ მოგიწევს, რომ შენ თვითონ იაზროვნო და შენ თვითონ გაცოცხლდე უჩემოთ. ანუ უჩემოთ ნიშნავს, რომ შენი აქტით უნდა მოიპოვო ეს სიცოცხლე. სიცოცხლეს მე ვერ გაჩუქებ. ხო, აი ესეთი ელემენტი არის. ამიტომ ეხა ისევ რაღაცნაირად წრეს გავაკეთებ და შევკრავ ამ ყველაფერს. მე ვამბობ ეგეთ რაღაცას. თუ კი ადამიანი ფიქრობს, რომ მეტამორფოზა არ არსებობს, მაშინ მე მაქვს კითხვა. მაშინ საერთოდ რატო არსებობს? საერთოდ რა აზრი აქვს ცხოვრებას? ეხა შენ თუ მეტყვი, რომ ცხოვრებას ის აზრი აქვს, რომ კაი პური ჭამოთ და კაი იმასო და გავიგულავ და რავი, რატომაც არა, აი ეს არის მზია მოდის, ჩადის, აგერ ზღვა, ბალახები, რაღაცა, ბავშვები მომესწრო, რაღაცები და მიხარია ეს ყველაფერი. მე გეტყვი, რომ კაი, გავიგე, მაგრამ რატო ეს ყველაფერი?
ხო? როგორც გურულები იტყვიან, მივჩოჩავ ძალისკენ და მე ერთხელაც გადავბრუნდები და მოვკვდებით. არსი რა არის ამ ყველაფერს? ის რომ შენ მომენტუმში რაღაცეებით სიამოვნებას იღებ, გავიგე. კაი საჭმელს შეჭამ, სიამოვნებას მიიღებ. მაგრამ თუ ეს არის რისთვისაც ცხოვრობ, მაშინ ეს დებილობა ყოფილა. მაგრამ შენ თუ მეუბნები რომ მე ვარ ცნობიერება, რომელსაც არ შეუძლია არ გააკეთოს ესე იგი აქტი, შემეცნებითი აქტი, მაშინ პასუხი ნახეთ ფილოსოფიური პასუხი როგორ ლამაზი არის. მე არ ვიცი რისთვის ცხოვრობ, მაგრამ მე არ შემიძლია რომ არ გავაცნობიერო. ეგ კი არა რომ მოვკვდე, მე არ ვიცი რა ხდება იქ. მაგრამ თუ რამენაირად მე ვიარსებებ, იქაც შემეცნებით აქტს გავაკეთებ, რატო არ შემიძლია რომ არ გავაკეთო, იმიტომ რომ მე ვარ შემეცნება. ამიტომ მე გინდა მომკალი, გინდა გადამაგდე, გინდა რაც არ უნდა მიქნა, მე ყოველთვის შემეცნებით აქტს გავაკეთებ. და ყოველთვის შემეცნებითი აქტი თუ გავიდა ბოლოში დამთავრდება მეტამორფოზით. შემეცნებითი აქტი, ჩვენ ახლა დილასაც ვაპარაკობთ კიდე ეგეთ რაღაცაზე და ახაც ამოვატივტივებ ამას. შემეცნებითი აქტი არის ერთადერთი რამ, რომელშიდაც გინდა ჩააგდე ბედნიერება და გინდა ჩააგდე უბედურება, მაინც მთავრდება მეტამორფოზით. მეტამორფოზის საკვებია კეთილი და ბოროტი. და თუ კეთილი და ბოროტი არ ემსახურება მეტამორფოზას, მაშინ ეს კეთილი და ბოროტი დაჭრებს ერთმანეთს. უაზრობა, ბედნიერებაც უაზრობა არის. რა აზრი აქვს ბედნიერებას, თუ კი ის არ გარდაისახა შემეცნებაში. просто მაშინ ჩავწვეთ იმას ჯაკუზე შენ რაღაცა სისხლში გავუშვათ რაღაცა ელესდეთ, ესეთი ვილივლივოთ სურათ ხატებაში და სიამოვნებაში და ოღონდ წარმოდიოთ რომ ეს გავწელოთ დროში წლების განმავლობაში. აი ამ ცხოვრებას აირჩევ თუ მეორე ცხოვრებას რაღაცა იმის მატრიცა ფილმის აბების ამბავი არის რომ მეორე ალტერნატივა რა არის მწარე წამალს გაჭმევ არ მოგეწონება და უცებ თვალს გაახელ და დაინახავ რა არის რეალობა მაგრა იწვალებ მაგრამ სამაგეროთ რეალობას დაინახავ რა გირჩევნია მწარე რეალობა თუ ტკბილი ილუზია და მე შემიძლია გითხრათ ჩემი გამოცდილებით ამ კითხვას რო ვსვავ 90% ირჩევს ტკბილი ილუზიას. პრაქტიკულად ახლა მე კითხვა პასუხებზე კვლევა არ ჩამიტარებია, მაგრამ ცხოვრების წესიდან გამომდინარე. და რას ნიშნავს იცით ტკბილი ილუზია? არ აინტერესებს. რა უნდა აინტერესებდეს? არც სამყარო, არც თავის თავი, არც თავისი აზროვნება, არც თავისი შინაგანი, არაფერი. აი ის კმაყოფილდება იმითი, სადაც განიცდის აი ამ რაღაცა ქვედა ეგოისტურ სიამოვნებას და ამას რავი მივახცე, კაი პონტია რა რაღაც. მანქანა ვიყიდე ისე შვილი მოვაწყო რაღაც. კარგად ვარ. დამანებე თავი. ნუ გამიხურე თავი ამ შენი ფილოსოფიით და შემეცნებით. და აქეთ ამ ხარეს არის ადამიანი, რომელიც ის კი არა რომ დავუშვათ რაღაცა მე ვიყო მისთვის რაღაცნაირად მენტორი და არა ის მეტყვის რომ მოიცა ეწამით რა, ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დღე არის დღე, როდესაც მე განუმარტოვდები, არავინ ხელს არ მიშლის და სულ მაინტერესებს რატო ვარ ესეთი. და ამ წერტილიდან უკვე იწყება, ну, ალბათ მამარდაშვილებად ეთქო და ფილოსოფოსობას, მე მაინც ვიტყვი რომ იწყება თვითშემეცნება. ეს არის ფაბულა. ეს არის რატომაც მე ვამბობ რომ 90% ადამიანებისთვის მეტამორფოზა არც არსებობს, იმიტომ რომ ეს ხალხი მეტამორფოზას ვერ ხედავს. მაგრამ თუ კი თქვენ დაუშვებთ რომ მეტამორფოზა მართლა არ არსებობს, მაშინ ეს იქნება ყველაზე დიდი ჯოჯოხეთი, რომელიც ფანტაზიას შეუძლია რომ წარმოიდგინოს. და მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მაშინ გამოდის რომ მე მეტამორფოზისთვის ვცხოვრობ, ყველაფერს აზრი აქვს იმდენად, რამდენადაც ხდება მეტამორფოზა. მე ახლა მოვიპარავ ჩემს სიტყვებს, ესეთი კურსი მაქვს აზროვნების აკადემიასაც გამიკეთებია ადრე, საჯარო გამოსვლების ხელოვნება და აი ადამიანები გამოდენ რაღაც ისტორიებს ყვებიან და ახლა იქ რაღაც თავის ტექნიკები არის ამის მოყოლაში. და იქაც ვამბობ ეგეთ რაღაცას. რატო ყვები ამ ისტორიას? თუ მეტამორფოზას არ ყვები, დაარეტია რა სახში რა. შენს მონაყოლს მარტო მაშინ აქვს აზრი თუ მეტამორფოზას ყვები და მეტამორფოზა ნიშნავს რომ მე რაღაცა წამში შევიცვალ. ეს წამი შეიძლება ისტორიაში მოყვე როგორც გამოიგონო, ამას ვეძახი 17 ნოემბრის სინდრომს, რომ 17 ნოემბრამდე ვიყავი გოიმი, 17 ნოემბრის მერე მოვედი აზერ. რა მოხდა 17 ნოემბერს? აი მოხდა ის რომ მეტამორფოზა დამემართა. და თუ ამას ყვები უკვე საინტერესო. დედამიწაზე სხვა არაფერი არ არის საინტერესო გარდა მეტამორფოზის. ფილმს თუ იღებ და მეტამორფოზა თუ არ არის გადაგვდეს.
თუ ლექს ყვები და ლექსში უბრალოდ არის აღწერა რომ რაიმე როგორი მწმანია ფოთოლი და რა ლამაზია ფოთი ივლისში სინესტერო შევა ფილტვებში სულ სხვანაირად სუნთქავ მაგ დროს მაშინ აზრი არ აქვს მაგრამ შენ თუ იტყვი რომ ლექსი არის ესეთი რომ ვიყავი ფოთში ჩავისუნთქე ღრმად რაღაცა ამ სინესტემ გამახსენა ბავშვობა იმ რაღაცაში კიდე რაღაცა და მე კურცხალი გადმომარდა და გავიდა მეტამორფოზაზე, ანუ იგივე ფოთი, იგივე სინესტე, იგივე ეს ყველაფერი გამოიყენე, ოღონდ მოხმარდა მეტამორფოზას. მაშინ შენ ცოცხალი ყოფილხარ და ფოთიც გაგიცოცხლება. ამიტომ მეტამორფოზა არის ის, რომელშიც თუ რაღაცა შევიდა, ის ცოცხლდება. მანამდე არის ბუნების აღწერა და ის საინტერესო არის. ნუ სტუდენტურ ამბავში და ბავშვურ ამბავში შეიძლება იყოს რაღაცა ნავიკები კონდეს, მაგრამ მეტამორფოზა არის. მუსიკას უკან, ახლა მუსიკალური სასწავლებლოში ვარ, ხო, მაგრამ ჩვენს უკან ახლა ფარდის უკან გავიხდე და როიალი დგას. აი როიალი დგას, აი მოვიდა ხო ბავშვი დაუკრა. იმან დაუკრა შეიძლება არაფერი არ შეეშალოს. ყველა ნოტი ჩასვას ტექნიკაც საკაიფოდ არის ყველაფერი. მეტამორფოზას თუ არ მოყვება თავისი დაკვირით. იქიდან მუსიკოსი არ გამოვა. აი როგორც კი ამბავს მოყვება და ეს ამბავი შეიძლება იყოს როგორი ამბავი, იცი რომ იმ დამპალმა გოგომ როგორ მიღალატა. მაშინ ის მუსიკოსი. და ის თუ მოყვება რომ ამ დამპალმა გოგომ რომ რა კარგია რომ მიღალატა. იმიტომ რომ ეხლა დავინახე. ხო? მაშინ კიდევ უფრო ღრმა რანგის მუსიკა ყოფილა, ხო? რაღაცა გამახსენდა с лёгким паром ფილმი რო არ და იქ სიმღერა იყო ეგეთი ჩემს ბავშვობაში რომ увы больны немной თუ რაღაც ესეთი ფრაზა იყო და вообще Алла Пугачева მღერის მეგონა ხო და ეს უკვე მაგარი მიგნება ეს უკვე არასტანდარტული მიგნება არის რომ რა მაგარია რომ შენ არ ხარ შეყვარებული ჩემში ამოვისურვე იმიტომ რომ ვიცი შენი სიყვარული რა არის ძალადობა. და აი ამ მიგნებას როდესაც შენ იტყვი, მე შენ ხვდები რომ ბიჭო მეც დამართია. უბრალოდ სხვა მიხვდება ამას. და უკვე შინაგანი გავიგეს აქტი ხდება და მე უკვე ვა რა მაგარია და შენ იტყვი რომ მოიცა თუ ეგ გაიგე მაშინ კიდე გამო შეიძლება ლექსად თქვა შეიძლება მუსიკა შეიძლება რაღაცა ამიტომ ისევ დავბრუნდები და ისევ ვიტყვი ეგეთ რაღაცას. მეტამორფოზა რომ მოაცილო ადამიანის ცხოვრებას, იქ აღარაფერი აღარ დარჩება, რამე ფასეული რისთვისაც ღირს ცხოვრება. და მეტამორფოზის სტრუქტურა, ეხლა ძალიან ღრმა ფილოსოფიებში და რაღაცა ცნობიერების ტოპოლოგიებში აღარ წავალ, მაგრამ მეტამორფოზის სტრუქტურა ვერ იქნება რომ მე გავხდე სხვა. ამაზე ვხოცავთ კიდევ ერთმანეთს, აგერ აზროვნების აკადემიის ბიჭები, ესეთი რელიგიურობაში შემჩნეული ხალხი არის და მე კიდე თვითშემეცნებაში შემჩნეული ადამიანი ვარ და ესე იგი სისხლი იღურება ხოლმე ამაზე და მე ვამბობ ეგეთ რაღაცას რომ თუ მეტამორფოზით მე უნდა გავხდე სხვა, მაშინ მე ჯოჯოხეთში ვარ. მაშინ თქვენ ძალადობთ ჩემზე, რატო უნდა გავხდე სხვა? მაგრამ თუ მე მეტამორფოზის შედეგად უნდა გავხდე ის, რაც მართლა ვარ და მე მეტამორფოზის შედეგად უნდა მომძრეს ტყვილი და უფრო წმინდა მდგომარეობაში უნდა დავრჩე, ანუ უტყუარ მდგომარეობაში უნდა დავრჩე და არა ვიღაცა წმინდა მამების მიერ განსაზღვრული სიწმინდით. ანუ მე თავისთავადად უნდა მომძრეს ტყვილი და უნდა მივხვდე რომ ტყილში მიცხოვრია, ოღონდ მიხვედრის აქტით ვაკეთებ ამას. მაშინ გამოდის რომ ის ელემენტი, ის ნერვი, რომელმაც ეს მიხვედრის აქტი გააკეთა, მე გავხდი ის მომენტი და ეს არის მეტამორფოზა, რომ მე მოვიძრე ის ჭუპრი და რაც ამოვიდა იქიდან ის დაფრინავს. იმიტომ რომ ის თავისი არსით ყოველთვის იყო ის, რომელიც იყო ნატიფი, სიფრიფანა და რაღაცა შეიძლება ერთ დღიანიც, მაგრამ იმ ერთ დღეში არის მთელი ზეიმი თავისი, რომ ის არის ის, რაც არის თავისი არსით და ტანსაცმელი აქვს გადაგდებული. რა არის ტანსაცმელი? ტანსაცმელი არის ის, რაც არ ვარ მე არსით და რაც არის ზედმეტად გარედან მოწებებული, ანუ კულტურის მიერ მოწებებული ცნებები. მათ შორის ქართველობა, მათ შორის რომ კაცი ვარ, მათ შორის ის რომ ამასაკისა ვარ და ასე შემდეგ და რა უბნელი ხარ ძმაო და ეს ყველაფერი. და ამის შიგნით არის პეპელა, რომელსაც არ გააჩნია არც სქესი, არც უბნელობა, არც არაფერი და ის თავისთავად არის თავისუფლება, ის თავისთავად არის
ელემენტი, რომელიც არის სრულყოფილი იმდენად, რამდენადაც ის არის ის, რაც მართლა არის. და არც აინტერესებს სხვა რას ფიქრობს ამაზე. აი ესეთი სტრუქტურა გვაქვს იმაზე, როდესაც ჩვენ ესე იგი ვარჩევთ ამ მეტამორფოზას. მახსოვს აბესალომ დაიხერხი რომ ისწავლე სკოლაში. დაწერეთ და ვქვი რომ რა დააშავა მურმანო, კაცო ძალიან მაგარი ტიპია, მე მომწონს, რატო მაიძულებ რომ ლანძო მურმანი იბრძოლა თავისი სიყვარულისთვის და კიდეც მიიღო. პირიქით აბესალომია გაიძვირა და ცუდი კაცი. რა თქმა უნდა ამის გულისთვის დავისაჯე ძალიან წარეთ სკოლაში. პითაგორას თეორემა იყო და ჩემებურად დავამტკიცე და მასწავლებელმა ადესტაჩესკი სამიანი გამომაყოლა მიუხედავად იმისა, რომ ახაც ტექნიკური საქმეების სპეციალისტი ვარ. მე მაინტერესებს ასეთი რამე. თუმცა ამას ჩემთვის დიდად ხელი არ შეუშლია, მაგრამ აი იმპლოიდის სკოლს რო უყურებთ ხოლმე ხორცაკებ მანქანაში რო ატარებენ ბავშვებს, მე თვითონ პედაგოგი ვარ და ცოტა ისეთი სხვა მიდგომები მაქვს პედაგოგიკასთან, მაგრამ მე მაინტერესებს ასეთი რამე, რომ რამდენად თვლით რომ შეუძლია საზოგადოებას ზეგავლენა იქონიოს ბავშვების აზროვნებაზე და რამდენად შეუძლია რომ შეაფერხოს ეს გაგების მომენტი და თქვენ თვლით თუ არა საჭიროდ რომ მართლა ხორცაკებ მანქანაში ვატარებთ ჩვენ მომავალ თაობას თუნდაც იმ დემაგოგიით რომ აი ჩვენი თაობა მაგარი ტიპები ვიყავი და თქვენ ვინახართ და ასე შემდეგ. და მეორე კიდევ ერთი მაინტერესებს თქვენი ცოტა პატარა ისტორიები, ვიცი რომ ინდური მუსიკა, ინდური ფილოსოფია ძალიან მიყვართ და აი ინდურ მუსიკასთან დაკავშირებით თქვენი რაღაცა დამოკიდებულება, თუმცა მე მომისმენია ხოლმე თქვენი ლექციები. დიდი მადლობა ამისთვის. რამდენი მე წარმომიდგენია, რომ მოდი ახლა მე თვითონ ვიზავდი სხვანაირად და ამას ვაკეთებდი იმიტომ, რომ მე თვითონ ვიყავი ლექტორი და ბუნებრივია, როდესაც შენ დგეხარ სტუდენტების წინაშე, შენ გარკვეული თავისუფლება გაქვს, რომ შენებურად შეგიძლია რომ რაღაცა პედაგოგიკა წარმართო. ახლა რაღაცა რევოლუციას ვერ მოახდენ, მაგრამ კლასში ერთ სიტყვით შენ ახარ ღმერთი იქა და შენ ამ მიმართულებას აძლევ. გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ რამდენი მე დავფიქრდი, რომ აი მე როგორ ვიზავდი და რაღაცეები გამიკეთებია, იმდენი მივხვდი, რომ გარანტია იმისი, რომ შემეცნებითი აქტი მოხდება სტუდენტში არ არის. ვერც ის გამირკვევია, რომელი სკოლა ჯობია. ვერც ის გამირკვევია, მკაცრი მასწავლებელი ჯობია თუ ლმობიერი. ვერც ის გამირკვევია, ესე იგი, მასარობკაში ჩაყრა ჯობია თუ სულ ლივლივი იმაზე, რა ქვია, პლაჟზე. ხო ხტებით. ერთადერთი რაც მივხვდი არის ის, რომ თუ გინდათ რომ შემეცნებითი აქტი მოხდეს და თუ გინდათ რომ ამ პროცესს დაეხმაროთ, თქვენ უნდა ორმოში ჩაყაროთ ხალხი. შემეცნების ორმოში, გაუგებრობის ორმოები. და ამ ადამიანს უნდა ვთქვა, დავა ეხლა ამოძვერი მაქედან. მე გარედან ვარ, შენ რო ეხლა ვერ ამოძრო დიდი ხანი საჭმელს ჩაგიყრე, რო არ მოკვდე. მაგრამ ამობებუხება მოგიწევს შენ თვითონ. და შენ გაწვალებ, მანამ სანამ არ ამობებუხდები აქედან. და მაგას ვაკეთებდი სულ. როგორც ლექტორი. და იდეაში ყველა ვინც ამობობხდა და ეხლა მეც ვიცი ხა რა დონის ორმოში უნდა ჩააგდო ეხლა იმ ჭაში არ უნდა ჩავაგდო იმიტომ რომ ვერ ამობობხდება ანუ ყველას თავისი ზომის ორმო აქვს რა რომელსაც უნდა მოერიოს ისე ყველა მათი ამობობღება იყო ნეტარება აუ რა მაგარია მას ეს კენი და ასე შემდეგ და მაშინ გამოდის ეგეთი რაღაცა რომ სწორი პედაგოგიკა ყოფილად ხელოვნება რომ შენ კონტექსტში უნდა იგზნო ამას როგორ, ამას იმას რომ რანაირად, ვიღაცისთვის მე მომიწია რომ ყოფილიყავი საზიზღარი ადამიანი, იმიტომ რომ ჩემი სიზღრე იყო, იმიტომ რომ ის მეუნება რომ ობიექტურობა არ არსებობს და როგორც მინდა ისე და მეოთხე მოდი აქ ალბათობას ვასწავლეთ მაშინ მახსოვდა დუშას უფრო მეტი ისა აქვს რა ქვია ალბათობა თუ პანჯისეს მეოთხე და ბამი მე მგონი ერთ-ერთი ამ ოთახიდან ვერ გახვალ მეოთხე სანამ არ ანუ ვიღაცას მიწვალებია რა ადამიანები მაგრამ მეორე მომენტია რომ ვიღაცას პირიქით მიხმარება სჭირდება, იმიტომ რომ ის ვერ ბედავს აზროვნებას და შენევნები რომ მეტი ამაში როგორ იზავდი ამას, და იმასთან რაღაცა ესეთი ტაკლა რაღაცებს აკეთებ რა. და ეს ხელოვნება არის. ამიტომ ისევ იმეორებ.
დღევანდელი გადმოსახედიდან მე იმასაც ვერ ვიტყვი, რომ მე რო სკოლა გავიარე რაღაცა კომუნისტების დროს, ვარგოდა თუ არ ვარგოდა. რავი, კი გავიზარდე და. რა თქმა უნდა, ეხა იქ რამდენი დებილობა იყო, მაგრამ მე მეორე რაღაცასაც არ ხუჭავ თვალს. დებილობა რო არ ყოფილიყო, მესაც წავიდოდი. მე რო ხდებოდი რომ დებილობა იყო, ამას ვებრძოდი და ამ ბრძოლაში აბარა კუნთები გამაგრდა კაცო ამ ბრძოლაში. რომ თავდებოდა სკოლა, იყო გამოცდა ქართულში. და ქართულში გამოცდა რომ იყო თემა მოიტანეს და მახსოვს რაღაცა რეგიონალური ვიღაცა რევიზორები მოვიდნენ და ჯიბეებიდან აბა რა თემას წერო და მარტო მე ვიყავი მთელ სკოლაში თავისუფალ თემას წერო, იმიტომ რომ თურმე თავისუფალი თემა არ უნდა დაწერო, იმიტომ რომ ისა რა კაინიშანი თუ გინდა თუ რაღაცა რომ სადავო იყოს რა თავისუფალი თემა იყო საბჭოთა კავშირის ვარების მოქალაქე მაიაკოვსკის ლექსი, ხო? ხო და რაღაცები არც მახსოვს რა დავწერე, მაგრამ მე მახსოვს გაოგნებული სახე ქართულის მასწავლებლებს. ბიჭო, შენო თურმე აზროვნებო და სად იყავი აქამდე და აქამდე მარტო იმას ლექსებს მაკითხებდი და იმაში არ ჩანდა ეს აზროვნება. მაგრამ ეს აზროვნება თუ რაღაცნაირად მე გამაჩნია, ეს იმ ხალხის დამსახურება არის, რომელთანაც მე სისხლი მაქვს დაღურული. მე აგერ ბიჭებს ვეუბნებოდი 4 დღე არის, ეხლა ციხის ძირში ვზივარ, მარტო უყურებ მზის ჩასვლას. დავდებილდი 4 დღე. ჩაუჭექი ამათ მანქანაში და დავხოცეთ ერთმანეთი რაღაც 200 თქვენ გაიხარეთ ბიჭო, გავწოცხლე უკვე. ხო? იმიტომ რომ ამ ჭიდილში ვцоცხლდები. ხო? აქ ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები, მე მეათე ხარისხოვანი არის, ხო ხტებით? თავარი არის რომ მე რახან ვკამათობ, მე იქ აზროვნებით აქ ვაკეთებ. მყისიერად და ამიტომ ამ კუთხით მე უნდა ვთქვა რომ რავი ვაჟაფშაველას სახლი რომ ვფიქრობთ რომ ახლა ვთქვათ 100-დან 90 ბორცვანი შეუძლია მაგ წნეხს გაუძლოს? არა, თქმა უნდა არ შეუძლია. და მე პირველ რიგში იცით რას დავაბრალებ. არასწორ სასკოლო თუ სასწავლო პროგრამას კი არა, гаджеტებს. იმიტომ რომ гаджеტები იძლევიან პასუხებს წამში და შენ აღარ წვალობ. მე ინტერნეტში რო შევსულიყავი, ნახევარი საათი ველოდებოდი რომ მეზობელს დაეკიდა ყურმილი. მე ვწვალობდი ამის გამო, ხა მე მესმის რომ ხა ნამეტანი არა ინტერნეტში უნდა შეხვიდე ეგრევე რა, მაგრამ მაგალითად რო ავიღოთ ფორტეპიანოზე დაჯექი და დაუკარე. ვაიმე, ახლა ამას რამდენი წვალება უნდა? ამას წვალება კი უნდა ცხოვრების ჩადება უნდა. და შენ თუ დაინდე შენი თავი ამაში და ეს წვალება არ ჩადე და შენ ამაფრო იცი რა არის ხელოვნურ ინტელექტსაც დავაწერინებ მუსიკას. და მაგითი გავაკეთებ ფულს, მე Spotify-ზე დავждებ. კი, გააკეთებ ფულს, მაგრამ შენ ხო ვერ განვითარდები. ამიტომ რა აშტერებს ადამიანს? ეგ დიდი თემა არის. და შეიძლება ერთ-ერთი პასუხი იყოს კომფორტი. ისევ ვიმეორებ, წადით ნახეთ ვაჟაფშაველას სახლ-მუზეუმი. იმ ოთახში მე ვერ გავჩერდებოდი. გამოვიქცეოდი რა უბედურება აქ რანაირად უნდა იცხოვროს. მაგრამ იქ ცხოვრობდა ვაჟაფშაველა და ის ხედავდა, რასაც ხედავდა ვაჟაფშაველა და წერდა როგორც წერდა ვაჟაფშაველა და მე იმასთან ალბათ 256 ცხოვრება რო გავიარო, ან მივალა მაქსიმალზე და ან ვერა. ხვდებით ხო? ამიტომ და რა სკოლა გაიარა ვაჟაფშაველა? ანუ ხვდებით ხო როგორი მომენტი არის? ამიტომ პირდაპირი კორელაცია სკოლასა და სკოლიდან გამოსულ ნიჭიერ ან შესრულებულ ან მოაზროვნე ადამიანთან არ არის. ეგ სხვათა შორის მე კი არა თავის დროზე პლატონი მიხვდა მაგას რომ ეგ კორელაცია არ იყო და სკოლა რომელიც თავის ხელით გააკეთა თავის ხელით დახურა. და თქვა ეგეთი სიტყვები რომ რა სამწუხაროა რომ სიბრძნის გადაცემა ერთი ადამიანიდან მეორეზე არ ხდება ისე როგორც წყალს გადავასხავდიო ჭიქიდან ჭიქაში. ამიტომ ეგ თემა არის ესეთი მაზალო თემა. ეხლა მეორე კითხვა. დღეს თქვენ ლექციის მერე უფრო განვიტკიცდა ჩემი დამოკიდებულება ამაზე, რომ აი ვისაც არ უნდა მოусმინო ყველა მართალია და ასე შემდეგ ეს გასაგებია. და მე ამბობენ, სიმართლე არ არსებობს, არსებობს ჭეშმარიტება. ანუ, როგორც მე სწორად გავიგე, ჭეშმარიტება არის კავშირი ერთი მხრიდან მეორე მხარეზე, რასაც ჩვენ გაგებას უძახით და ამ ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ბანაკს ვაკავშირებ. ჭეშმარიტება არის, მე აგერ ესე იგი მაინსურზე მაწერია კიდევაც, ეგ ზუსტად ინდურად, ტატვამასი, ტატ არის ჩემი შინდა სამყარო, ტვამ არის გარე სამყარო, ასე არის ტოლობა. რომ ჩემი შინდაგანი სამყარო და ტატვამასი სხვანაირად ითარგმნება ესეთნაირად, მე ვარ შენ.
ეს არის ტოლობა, რაც ხდება ჩემს გარეთ და რაც ხდება ჩემს შიგნით. რასაც არ ვუყურებ, მე უნდა მივხვდე, რომ მე ვარ ის. და ეს ყველაფერი არის ილუზია, როგორც კი საგანი მეჩვენება საგნად, ეს უკვე არის ილუზია. იმიტომ რომ სამოთხურ მდგომარეობაში მე ვარ ყველაფერი და მე ვარობა არის ყველაფერი. ეს ახლა ინდური ფილოსოფიასაც შეეხება. თუმცა ანალოგიურად რახან მაინც მკითხეთ, მაინც გიპასუხებთ. ერთხელ ინდოეთში მოვხვდი სასტუმროში, სასტუმროს ქვემოთ ფოეში ტიპი უკრავდა ბანსურიზე. ეს არის ინდური ფლეიტა. მეც ახლა ქართულ ამბავს ჩავედი, მეთქი რაღაცა ერთი გაკვეთილი მომეცეთ მეთქი, იმიტომ რომ მეც ეგ ინსტრუმენტი ვიყიდე და რაღაცას უშტენ მეთქი რა და აი ფილოსოფიოთ ამიხსნე ამ კაცმა რა ამცოდოთ ჩვეულებრივი ისეთი მუსიკოსი იყო ხოც ეს რაღაცა სკოლაშიც ასწავლიდა სტუდენტებიც ყავდა მაგრამ ნუ რაღაცა არაფერი გამორჩეული არაფერი რაღაც დიდი სახელი არ ყოფილა ამ კაცმა მითხრა ეგეთ რაღაცაო ჩვენთვის მუსიკა და ფილოსოფია განუყრელი არის ჩვენი ფილოსოფიითო ყველაფერი არის ერთი ცნობიერებაო და ამ ერთი ცნობიერებიდან უცებ ერთი წვეთი ამოვაო და ეს წვეთი ხარ შენ და ამოვა ნიშნავს რომ ის მოწყდება და იმას ინტერესი აქვს რომ გაიგოს ვინ არის და ის მოუტრიალდეს ამიტომ წვეთის ფორმას იღებს გასაგებია ხო რომ ის ამობურცულობა რო შექმნას რომ ჩატრიალება გააკეთოს მაგრამ ეს წვეთი ამოვოდა ეს მოწყდება ამ ცნობიერებას მოწყდება ნიშნავს რომ იმას დაავიწყდება მართლა ვინ არის იმას თავი უკვე მიაჩნია წვეთად ეს წვეთი ავაო იხჩევაო ღრუბლათო მე წვიმათ მოვაო მე მდინარეში ჩავა მდინარე ზღვაში ჩავაო ზღვა მაინც და ისევ რა თქმა უნდა ისევ ოკეანესთან ანუ ნიშნავს რომ ამ ეს ვოიაჟი გააკეთა 60-დან გამოსვლის და უკან დაბრუნების. რა თქმა უნდა ისევ ოკეანეში წავა, აბასაწავაო. ამის იქითკენ ხო გაპრინდება. მაგრამ უნდა მოწყდესო. ოღონდ ეხლა ამ ყველაფერს გაჩვენებ მუსიკაშიო. და ეს ტიპი იღებს და მეუბნება რომ ოკეანე არის სა ნიშნავს რომ ეს ქვედა ნოტი გაბმული ბურდონი ბანი, რომელიც ჩვენს ქართველებს ქართკახურიმაში გვაქვს, გაჭა, ავიცი კახურიმაში პირდაპირ გაბმული ბანი და ეს არის ეს ცნობიერება, ეს მოყვება. და ეს იწყებს ზემოდან და ჯერ შეეხება 3 ნოტს. და რა მე რაღაცა 4-ს გამოკრავს, მე მე-5-ს, მე განავითარებს, მე აქ უკვე ხასიათ შეიტანს, მე დაძაბავს, მე რაღაცა ჩაახვარ, მე გაგიჟდება, მე სულ გადაირევა რაღაცა ისევ იმ ნოტზე მოიგოს. და ამას მიხსნის როგორც ფილოსოფიას. მე უთხარი, ბიჭო, საიყავი აქამდე მეთქი და ისევ ამ ჩვენს თემასთან მოვიყვან. როდესაც შენ შინაგანად ხვდები იმან რაქნა და იმან გააკეთა ის, რაც იმას იგივე ცნობიერების ტოპოლოგია აქვს, რაც შენ. შინაგანად განსხვავებული ტიპი კი არ არის. აზროვნებას აქტი იგივე არის, სინდისიც იგივე არის. უბრალოდ იმან თავისნაირად მოყვა, იმიტომ რომ კულტურული კავშირი შენთან არ აქვს. ამიტომ ის კუნძულზია, ხვდებით? ნუ ნახევარ კუნძული არის ინდოეთი, მაგრამ ზემოდან იმხელა მთები ადევს იმას, რომ ფაქტიურად მოწყვეტილი არის ცივილიზაციას. და ამიტომ იმან თავის შიგნით აი ესეთნაირად დაინახა. მაგრამ შენ თუ შენ თავს იცნობ, შენ წახვალ ინდოეთში და შენ მიხვდები ის რას აღწერს. შენ თუ შენ თავს არ იცნობ, ჩახვალ ინდოეთში თუ რა დებილობაა. ამიტომაც ინდოეთი ადამიანებს ან ძალიან არ უყვართ, ან ძალიან უყვართ. საშუალო ინდოეთზე არ არსებობს. იმიტომ რომ ინდოეთი იმდენად თავისებური არის და იმდენად რაღაცები კიდია, მაგალითად სისუფთავე, ხო? ეხლა მეგრელი კაცი ინდოეთში წავიდეს, გული გაუწდება, ხო? მაგრამ მეორე მომენტი არის ეგეთი რაღაცა. თუ შენ ფოთელი ხარ და შენ სისხლში გაქვს იმპულსი იმისი, რომ შენ უნდა იყო ოქროს საწმისი და ოქროს საწმისი ნიშნავს უნარს, რომ ტალახში ამოიცნო ოქრო, მაშინ შენ ჩახვალ ინდოეთში და მოგეწონება, იმიტომ რომ იმ ნაგავში და იმ ტალახში და იმ კაკაშკებში შენ ისეთ ოქროებს მიაგნებ, რომ შენ მიხვდები, რომ აი ეხლა განვიცდი ჩემს თავს როგორც ოქროს საწმის და მე ვუბრუნდები ჩემს ბუნებასო. ამიტომ ცოტა გული დამწვიდეთ უკვე ფოთელობა მაინც კოორდინატული გეოგრაფიული ობიექტი არა თუ ესა ნუ ეხა მაინც ეს იქ სხვანაირ პარალელს გეტყობთ მე ნუ ეხა მაინც პატივი ვცეთ მასთან ბორჯომს თავისი ბორჯომული ისინი აქვს მისტიკა აქვს იმიტომ რომ იგი ტყეში რო შეხვალ იქ ისეთი მისტიკა დახვდება ბორჯომის პეიზაჟი მთელ პოეზიის გასაღებად გამოგადგება ამიტომ ეგ ისეთნაირად არის გადახლართული ერთმანეთში რომ ადამიანი ადამიანობს იმითი რომ ამ ბმებს პოულობს და ცნობს და შემეცნება სხვა არაფერი არ არის თუ არა ქართული სიტყვა ვიცანი
და ვიცანი, იმიტომ რომ გავს და რა ვიცანი? აი, ბორჯომი ვიცანი ინდურ საჭმელში და იმათ მუსიკაში კიდე ბებია ჩემი ვიცანი და იქ ბოუში გაიჭდა ვიღაცა და იმის თვალებში კიდე ვიცანი, რაღაცა ვიცანი და ცრემლი მომივიდა. რატო? იმიტომ რომ შენ თუ ვიცანის აქტს აკეთებ, შენ იმ წამს ღმერთი ხარ. Просто შემდეგ წამს გისხდება ხელიდან, თორე შენ რო შემეცნების წამის გაფართოება შეგეძლოს, სრული ნეტარება შეიქმნება. ანუ მეტამორფოზა, თუ მე და თქვენ თანხმდებით, რომ მეტამორფოზა არსებობს. შეიძლება თუ არა მოხდეს მეტამორფოზა ბუნებით ხდალ შიშარა ადამიანში, თუ სიმამაცე არის ის თავარი ბაზისი, რაზეც შეიძლება დაშენდეს მეტამორფოზა. ანუ რა არის ის თავარი საწყისი, სადაც დაშვებით შეიძლება დავუშვათ მეტამორფოზა. ძალიან კარგი კითხვა არის და ჩემი პასუხი იქნება ესეთი რაღაცა. ცნობიერებას არ გააჩნია პრერეკვიზიტი. მეტამორფოზას ჭირდებოდეს ფოთელობა, ეგ ტყუილია. ბორჯომელობა, ეგეც ტყუილია. მეტამორფოზას ჭირდება რომ მე ეს წიგნი მქონდეს წაკითხული. ან ვიყო მართლმადიდებელი, ან ვიყო საბურთალოელი. გრიშას იცნობ? მაშინ მეტამორფოზასთან ახლოს ახარ, იმიტომ რომ გრიშას იცნობ. ხო? რა თქმა უნდა, არის სხვა ფრაზებიც, რომელიც უფრო შინაარსობრივად არის. მაგალითად, ხა ერთი მოაზროვნე იტყოდა ეს რაღაცას. ბავშვი, რომელიც გააღებს ოთახს და უცებ დაინახავს, რომ ამ ოთახში ესე მიბლაყუნობს რა და უცებ დაინახავს, რომ უფროსები ზიან და უფროსების მიმართ გაუჩნდება რიდი. აი ამ ბავშვს კიდევ აქვს ესე იგი შანსი, რომ ამ ცხოვრებაში მიაღწიოს ნათელხილოს. ანუ მეტამორფოზა გაიაროს. ანუ ეს მეტამორფოზა, ნახეთ, ერთის მხრივ არ არსებობს პრერეკვიზიტი, მაგრამ მეორეს მხრივ ადამიანი, რომელსაც შეუძლია თვითკრიტიკულად, ვაფშე კრიტიკულად, ან ცოტათი მისტიურად იაზროვნოთ, მისტიურად ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია რომ გრძნობას მიეცეს, ოღონდ მერე გრძნობა გაშიფროს. მას შეუძლია კარგად გაერკვეს რას გრძნობს. ანუ მათემატიკოსი კი არ არის, უფრო ხელოვნებისკენ არის, მაგრამ ამ ხელოვნებაში ძალიან ნატიფი სენსორიკა გააჩნია. მეტამორფოზასთან ახლოს არის ის, ვინც არ არის უხეშად უნდა ვთქვა, ვისაც არ დაუგინია, იმიტომ რომ დაიგინები და შეგეწერება. შენ არ უნდა დაიგინო, რომ ამნაირი ვარ. შენ თუ გაქვს უნარი, რომ დროის ნებისმიერ წამს გადაამოწმო შენი თავი გვერდიდან სწორად ფიქრობ თუ არა, მაშინ შენ სულ მეტამორფოზის სიახლოვეში ყოფილხარ რა. თორე აი ესეთი რა წინასწარ რაღაცა რომ მოვიდეთ ეს სკოლა დაამთავრე და ეს წიგნი წაიკითხე და ეს რაღაცა გააკეთე და მაშინ მოგივათ მეტამორფოზა, ამ რანგის, ანუ ფორმით მეტამორფოზას ვერ განსაზღვრავ. რომ აი ეს ფორმა შეასრულე და აუცილებლად მოგივა კიტრი ჭამე და პამიდორი და მარილი მოაყარე და მეტამორფოზა მოგივა. ეგეთი რაღაცა არ ხდება რა. მეტამორფოზა თუ გინდა რომ მოხდეს, შენ უნდა გამოიწვიო შენს თავში წერტილი, რომლიდანაც სხვა კუთხით შეხედავ შენს თავს. სხვანაირად გეტყვით. ამ წამს უნდა კითხო, ეხლა სინდისი სად არის? და ეხლა უნდა იგრძნო შენში სად არის სინდისი. და ის სინდისი კი არაფერს არ გეტყვი სიტყვიერად, მაგრამ შენ მიხვდები, რომ ეხლა წელში გაიმართები, იმიტომ რომ შენ მიხვდები, რომ ვიღაც გიყურებს. ანუ შენ თუ გაქვს იმისი შეგრძნება, რომ შენ ეხლა შინაგანად გიყურებს ის, ვინც ყველაფერს ხედავს, მეტამორფოზასთან ხარ ძალიან ახლოს. ასე გიგია მეტამორფოზის ეფექტი არ ვიცით, იმიტომ რომ ამ გზაზე გამოშტერებულებიც გვინახია. რა ვაგეკადრებათ? გამოშტერებულების მეტი რა გვინახია, რომელმაც მეტამორფოზა დაარტყეს და მერე გამოპენტერდა. კი, არის ეგეთებიც. ამიტომ მე გეტყვით, თუ თქვენ რაღაცა შემეცნებითი აქტი გაიგეთ, ის წერტილი რაც გაიგეთ, ის მარადიული არის. მაგრამ ის რომ ეხლა ამას გააგრძელეთ და სულ ეგეთი კაი ტიპი იქნებით, ამის გარანტია არ არის. შეიძლება დაკომპლექსდეთ და შეიძლება შეგეშინდეთ და ეგეც იყოს თემა. მოგესალმებით, მე გახლავართ ილია ცხადიშვილი, პირველ რიგში დიდი მადლობა ბატონო ლეონიდовичისათვის. მადლობა. ჩემი შეხედულების საფუძველზე ფიქრი არის ერთგვარი ძალა. ფიქრი კი ამოხსნელი პრობლემა. აქედან გამომდინარე სწორედაც პრობლემა? დიახ, ეს ჩემი შეხედულების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, თქვენი საზრისი მაინტერესებს ამ კონკრეტულზე. სწორედაც რომ ამ ფიქრს
შეუძლია თუ არა ამჟამინდელი პიროვნული მეუბნის დაქვეითება განადგურება და პირველად ასპარეზზე მეორე პიროვნული მეუბნის გამოყვანა, რომელიც უკვე მასში აქამდე არ იყო. ეს პირველი კითხვა. ხოლო მეორე კითხვა სადა ფილოსოფიაში გადავავდა და ისევ ასეთ კითხვას. კარგად ყოფნა, ცუდად ყოფნას გამორიცხავს თუ არა? თუ გამორიცხავს, რატომ გამორიცხავს და თუ არ გამორიცხავს, რატომ არა? გავიგე, არ დაждეთ. პირველი კითხვას უნდა დაუბრუნდე და მე მინდა რომ ზუსტად გავიგო თქვენი კითხვა რაში მდგომარეობს და მინდა რომ გამიმეორო თუ შეიძლება. ჩემი პირველი კითხვა მდგომარეობს შემდეგში. ჩემი შეხედულების საფუძველზე ფიქრი არის ერთგვარი ძალა ადამიანის პიროვნების. ფიქრზე ფიქრი, იმაზე რაზეც ფიქრობ შენ. არის ამოვხსნელი პრობლემა. პრობლემა რატოა? იმიტომ რომ ადამიანი ვერ გაერკვია საკუთარ თავში ვინ არის თუ რა არის. გავიგე. ეხლა გავიგე. იმიტომ რომ თქვენ ეს პრობლემა რო თქვით, მე უცებ ვერ მივხვდი რა პრობლემაზე არის. გავიგე. მოდით მე გეტყვით ჩემგან როგორ ჩანს ეს ყველაფერი და თქვენ მე შეგვიძლია ცოტა ვისაუბროთ ამაზე. ჩემთვის მე ამას ვაკეთებდი სხვათა შორის არ ვიცი რამდენი წლის მერე, სადღაც 20 წლის ასაკი იყო, როდესაც მაშინ წავიკითხე ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემზე, ეს არის შრი აურობინდო ქოში, ეს არის ინდოელი მოაზროვნე იყო და ამ კაცს პირდაპირ ეწერა ესეთი რაღაცა, რომ 3 დღის განმავლობაშიო თუ შეეცდებიო, რომ ფიქრები გააჩერო, 3 დღის თავზე შენ მიხვდებიო, რაშიც არის საქმეო რა. იმის მერე რამდენი ვარჯიშობდი, ისი წლებით ვარჯიშობდი, მაგ ფიქრების გაჩერება სულ მეძინებოდა ხოლმე. მე მივხვდი რომ არასწორად ვაკეთებდი რაღაცებს რა. და საბოლოო ჯამში მე ვთქვი რომ არ ვიცი ძმაო აურობინდო რას ამოს მეთქი, მაგრამ აი მე ამას ხედავ მეთქი და რომ ჩამოვაყალიბე ჩემი ხედვა, იმის მერე კიდე ერთხელ წავიკითხე აურობინდო და ბიჭო იგივე ეწერა. ანუ მე პირველი წაკითხვით ვერ მივხვდი ის კაცი რას გულისხმობდა რა. ეხლა გეტყვი ესე იგი რაში არის საქმე. ეს კაცი ამას ეგეთ რაღაცას. შენო დაუკვირდი შენ აზრებსო, ოღონდ არ დაუშვა ეგეთი შეცდომა, ამ აზრებს არ გაეკიდო. იმიტომ რომ ეს აზრები წაგიყვანს და შენ უკვე მიხვდები რომ შენ უკვე რაღაცა მაიმუნებივით შემოიყარა ეს აზრები და ესენი დახტიან და ამ სიტუაციას ვეღარ აკონტროლებ. კარებში დადექიო და უბრალოდო მიხვდი რომ აეხლა აზრი შემოვიდა. აეხლა მეორე აზრი შემოვიდა. ეხლა მესამე აზრი შემოვიდა. მერეო და ეს გავაკეთე, ეს არ არის რთული. მერეო ამ კარებიდან ესე ცოტა ესე დადექიო და მიხვდიო რომ აეხლა აზრი აი მწიფდება, აეხლა მოვა და ეხლა შემოვა. მიხვდი? და შენ მიხვდები რომ აი აზრი უკვე გზაშია. ჯერ არ შემოსულა. ჯერ შენ ვერ გაიაზრე რა ზიაზრონებ, მაგრამ შენ უკვე ხვდები რომ ის აზრი გზაშია. მერე ვაფშე იმას უკვირდები რომ ეს აზრი ვაფშე საიდან მოდის. მერე მიხვდები რომ ეს აზრი შენ არ აცხობ ამ აზრებს. რომ თურმე ფრაზა რომ მე ასე ვფიქრობ არის დებილობა, იმიტომ რომ არც ერთი აზრი რომელიც შენს ტვინში გაქვს, შენი არ არის. შენ არ ახარ იმ რანგის არსება, რომ აზრები დაბადო. შენ ხარ მარტო იმ რანგის არსება, რომელიც ამ აზრს, ესე იგი, იმას იზავს, დაინახავს და მიისაკუთრებს. მოიპარავს. აი ამ მდგომარეობაში, როდესაც შენ ხვდები, რომ ეს აზრები შემოდიან და რაღაცა დისტანციაზე რო დგეხარ, შენ მერე ხვდები, რომ უი ეს აზრი მგავს, ეს აზრი არ მგავს. თურმე მეგონა რომ ესენი არ უნდა შეუშვა. თურმე ეგ არ არის, ეს შევა. თურმე ამოცანა არის ის, რომ შენ უნდა გაორდე და ერთის მხრივ ამ აზრზე უნდა იფიქრო, მაგრამ შენ უნდა მეორეს მხრივ უნდა უკვირდებოდე როგორ ფიქრობ ამაზე. ანუ შენივე თავის დამკვირვებელი უნდა გახდე. და ეს მივახცი. ეს არ არის რთული. ანუ თუ მოიცლი ამ საქმისათვის, შენ ეგრევე შეგიძლია მე რო ვლაპარაკობ დღეს ხმამაღლა რო სინდისი და ისა და რაღაცები, რეალურად სულ ეგ არის ყველაფერი. სინდისი არის დამკვირვებელი, რომელიც შენს ფიქრებს უყურებს გვერდიდან და შენ თუ აი ამ დამკვირვებლის მდგომარეობაში შესვლა შეგიძლია, შენ მაშინ ფაქტიურად ვაფშე არ აქვს პრობლემა სინდისთან. იმიტომ რომ შენ ყოველთვის შეგიძლია შენსავე აზრებს და ფიქრებს უყურო გვერდიდან. ოკეი? და მისი საპირისპირო აზრებსაც გაუხსნა. ესენი გადაკეტო, ისინი შემოუშვა, ესენი და მე ამას დააკვირე და მე მიხვდები რომ დედა თურმე რა შესაძლოა. ეგრევე შენ დაგემართება ის, რომ ნიჭიერება მოგემატება. რა, იმიტომ რომ ნიჭიერება არის ის, რომ ბევრი კუთხიდან უყურებ და უფრო ნათლად ხედავ თურმე იქ რაში იყო საქმე. ეგოისტი ადამიანი უნიჭოა, რატო? იმიტომ ის ეგოისტმა წინასწარ იცის რაშია სიმართლე. და ნიჭიერი ადამიანი არ არის ამას, რომ მე თავიდან ვიაზროვნებ ამისთვისო და იმას არ უთხრება თავიდან აზროვნება.
მომყვებით ხო რის გამოდი. ამდენად აქედან გამომდინარე, ეხლა აქ მე პრობლემას ვერ ვხედავ. ეხლა რაც შეეხება თქვენ იქ მეორე ფრაზა შემოიტანეთ, როგორ ისე მეს ელემენტი არის, მე წავიდა ქვე. ნახეთ როგორ რაღაც არის. მე ვამბობ ეგეთ რაღაცას. არაფერი არ კვდება და არაფერი არ ქრება. ეს მომენტი რომ რაღაცა მე უნდა გაქრეს ან რაღაცა, იმიტომ რომ წვეთის და ოკეანის ამბავი მოვყევდა, ეს წვეთი მაინც იმ ოკეანეში მიდის და აქ ფილოსოფიური კითხვა რომ წვეთი რო ოკეანეში მივიდა, სადღა არის წვეთობა? მომყვებით ხო? სადღა არის, ესე იგი, ანდროობა თუ ანდრო გაღმერთდა? და მე კიდევ ვამბობ, უყუღმარია ყველაფერი. ანდრო გაღმერთდა ნიშნავს, რომ ანდრო მიხვდა, რომ ისედაც ღმერთი ყოფილა. და თუ ანდრო მიხვდა, ანუ ანდრომ უნდა გაიხსენოს, რომ ღმერთი იყო ისედაც სულ. აბა მაშინ ანდრო რაღა არის? ანდრო არის ღმერთის ახალი სახელი, მეტი არაფერი. და ეგ გავიგე. ინდოეთში გეტყვია, რომ რა თქმა უნდა ეგრე არის, ღმერთს ატო აქვს უამრავი სახელი. იმიტომ რომ უამრავი გზით მივიდა ის თავის თავთან. ყველა კაი ტიპი ვინც იყო, ყველა კაი ტიპი, ყველა კაი გზა იყო. თორე ის ღმერთი ერთია. ამიტომ ინდოელი გეტყვის რომ ვიშნუს რომელი მანაციაზე მელაპარაკები, ამაზე თუ იმაზე თუ იმაზე და ეს რომ მოხდება კიდე მოვა, კიდე ის მოხდება კიდე მოვა. რა პრობლემაა? და ეს აქედან გონია რომ არის მრავალღმერთიანობის მომენტი და ამ დროს ეგრე არ არის, იმიტომ რომ შენც იგივე საკეთებ. იმიტომ რომ შენ ამოფრო ეს უბრალოდ ჩემი ერთი და იგივე ცნობიერების სხვადასხვა გამოხატულებაა და მივხვდი მე ამიტომ მიყვარს თვითშემეცნება, იმიტომ რომ თვითშემეცნება დამილაგა უკვე. თვითშემეცნების კუთხიდან ინდუიზმი და ქრისტიანობა ერთ და იგივეს ლაპარაკობს. მაგრამ თუ შენ კონფესიურად წახვალ და იქნები ამ კონფესიის და იმ კონფესიის დაჭამენ ერთმანეთს. არც იმას ევოსება ეს და არც ამას ევოსება ის. მაგრამ ჩემა სინდისმა იცის რომ ესენი ერთს ლაპარაკობენ და ეს ორივე ლაპარაკობენ თავად ჩემს სინდის. ტოპოლოგია, იმიტომ შენ თუ გინდა რომ ესენი გაიგო, შენ ჯერ შენი ცნობიერების ტოპოლოგია უნდა გაიგო. ეხა მეორე კითხვა მითხარი, იმიტომ რომ ბომბა კითხვები იყო და მარტო მე კარგად ყოფნა. ხო, თუნდაც მდგომარეობაზე მაქვს საუბარი, დამახვილებული ყურადღება, კარგად ყოფნა, ზუსტად ყოფნას გამოიცხავს. იცით როგორ რაღაც არის? პირდაპირ კითხვის. ეგ წინადადება და ეგ კითხვა არის ლინგვისტური მაკარონი. ანუ სიტყვების თამაში არის. ეხა გამახსენდა უცებ ეგეთი ფრაზა იყო, ჩემს ბავშვობაში კინო იყო ეგეთი, ბლუზმენებზე იყო და ბლუზ это когда хорошему человеку плохо. მიხდი? ანუ რატო იცი? და აი ჯიგარი დაიწვა რა. ანუ ესე იგი შენ თუ შენ შეგიძლია თუ ამ მდგომარეობას არ ქნო რომ მე კარგად ვარ იმითი რომ ცუდად ვარ ან როგორც მაგალითად ვივეკანა იტყოდა რომ ტკივილი შემგზები ნერვის სიამოვნებასაც შეიგზნობს გავიგე ეგ ამბავი და ეგ იხდები მაგრამ რას გაჩნია რას გულისხმობ შენ თვითონვე რას გულისხმობ ამ ტერმინებში ხვდები მე გეტყვი მეორე ელემენტს ჩემთვის მაგალითად არის ეგოს კარგად ყოფნა და იმ სინდისის კარგად ყოფნა ეგოს არასოდეს არ უნდა მეცადინეობა და სინდისი იმბობს რომ რა მაგარია რომ იმეცადინებ და გამოგივა და ამიტომ ეხა რას ნიშნავს კარგად მე ცუდად ვარ იმითი რომ მეცადინეობ მაგრამ კარგად ვარ იმითი რომ გამომდის დიდი ბოდიში დაგვიჩაგეჭრებით როდესაც ადამიანის საკუთარ ეგოს ვერ მართავს მას არ შეუძლია ეგოს საკუთარ პიროვნება მართოს მას გონია რომ კარგად არის მაგრამ სიმდროში ცუდად არის ხო კეთახმებით სრულებით ეგ არის დეპრესია და მე ალბათ შიზოფრენია კი მან ისე თუ ამას გულისხმობთ ცალსახად გეთახმებით კი ეგრე არის იმიტომ რომ შენ ნახეთ როგორ რაღაც არის აი მე არ ვიცი რა ტერმინები გამოვიყენო ხო აი მამარდაშვილი სახარებისეულ ტერმინებს იყენებს მაგალითად არის რომ აი სხეულის სურვილი რა არის და სულის სურვილი რა არის რა მე რომ რაღაცა პერიოდი მარტო სხეულის სიამოვნებებით რო ვიცხოვრო რა ჯაკუზიში ჩავწვე და ბულ ვიყო რა აი დავდებილდები ჯაკუზიში კი რა ხო 4 დღე ვაკეთებდი იმას რომ არაფერს სახს ვალაგებდი და მზის ჩასვლას უყურებდი დავდებილდი ჩემო სინდისმა მითხარ რომ გამოპენტერდები ესე რაღაცა უნდა მოიგონო აი ჩვენ ახლა ძალიან კაი საუბარი ქონდა ერთმანეთში რომ ესე იგი ადამიანმა ეგზისტენციალური კრიზისი უნდა მოიფიქროს და ის უნდა გადაწყვეტოს რომ ის ადამიანი დარჩეს ადამიანად მერე გასაგებია ღმერთმა სამყარო რატო შექმნა და თავისთავად რატო მოისროლა ამ სამყაროში იმიტომ რომ ღმერთიც იგივე საკეთებს უბრალოდ ჩვენ ღმერთებზე მსჯელობთ იქიდან გამომდინარე ჩვენ რას ვაკეთებთ ჩვენ არ შეგვიძლია ღმერთი დავინახოთ ჩვენ რატო ვლაპარაკობთ ღმერთზე იმიტომ რომ ჩვენ ვერ ბედავთ თქვათ რომ ჩვენ ამითი ღმერთის ჩვენ სინდის ავხსერთ ჩვენ ამისი გამბედაობა არ ყოფნის თორე ყველაფერს რასაც ჩვენ ვაღმერთებთ და ყველაფერს რასაც ღმერთს მივაწერთ რეალურად პირველ წყარო არის ჩვენი სინდისი გარკვეულება რომ ყველა შევხვდით რომ ადამიანი არის მასოვი და შემეცნებითი არსება, რომელიც სადაც ოსმოს ამ დაუწოს შეიცნოს რაღაც ახალი.
მაგრამ დაუშვით აი არ შეუძლია ამოს ისეთი ვიდეოები როგორც ეს დაშოვილების იანტუეს დაამარცხოს ხელოვნური ინტელექტი ყველაზე იურიდონის ჯერაშენ რა გამოდის ადამიანის რომელიც არის დასაჩქრებული შემეცნების ნიჭით რა არ შეუძლია დაამარცხოს ისეთი რა რასაც ეს არ გააჩნია შემეცნების ეს ნიჭი რამ არ გააჩნია მე თავიდანვე ვიტყვი ეგეთ რაღაცას რომ თუ ვიღაცა მეტყვის რომ მე არ შემიძლია რომ ჭადრაკი დაბალ დონეზე მოვიგო, რაღაცა გო მოვიგო, რაღაცა ეგეთ მომენტი გავაკეთო. მე დავსავდე კითხვას, რატო არ შეგიძლია? სცადე? რამდენი სცადე? ეგ დაახლოებით არის როგორც მე რო ჩემს მასწავლებლებს ურეკავდი ფლეიტაზე და ვეუბნებოდი რომ ბიჭო რა ვიცი 4 დღეა მეცადინეობ და ის ფრაზა არ გამომდის მე ვთხარი შენ რომ მასწავლე მეთქი და რამდენი მეცადინე მე ვთხარი მთელი 4 დღე მეთქი. ეს 21 days. 21 დღე უნდაო მაგასო და მე 18 დღეს უთხარი რომ მე ვთხარი უკვე შევძელი მეთქი. ანუ ის მეუბნება რომ შენ ჩქარობ. რამდენად სწრაფად დაადგინე რომ შტერი ხარ. იმიტომ რომ მე ვამბობ ეგეთ რაღაცას. თუ კი შენ თიც დაადებ ზუსტად იმ ადგილს რა არ გამოგდის, მაგალითად ჭადრაკში შენ მეუბნები რომ აი არის ეს პარტია, მე გუშინ ვეთამაშე ტიპს, მე გავაკეთე ეს სვლა, იმან გააკეთა ეს სვლა, აი ამის მერე მივხვდი რომ ეს პარტია იყო წაგებული. ეხლა გადავახვევთ, ანუ სად შემეშალა. რა არ უნდა გამეკეთებინა. აი აქამდე მივედი და მერე უკვე ვეღარ ხვდები სწორი პარტია რა იყო. მე მაშინ დაგიცვა კითხვას, რამდენი ვარიანტი გაათამაშე? აბა ესე რო წასულიყავი, ესე რო წასულიყავი, აქედან შეგეტია, ეს დაგეცვა ესეთი მომენტი 7 ვარიანტი გააკეთე. არა, 7 ვარიანტი ეხლა არ გამეკეთებია. აბა შენ მოიცა, ვარიანტები არ დაგითვლია და უკვე დაასკვენი რომ ჭადრაკი არ გამოგდის? მალადეც. და თუ ვიღაცა მოვა და მეტყვის რომ არა 7 პარტიაც გავაკეთე 8 და რაღაცები, მაშინ მეტყვი რომ და გაიზარდე, არა, ის მეტყვის რომ კი იცი რა არის ამ პარტიებში გამოსცა რომ თურმე ლაზეიკები არსებობს და რაღაც. ანუ იზრდები, მაშინ წადი. ეხლა ამავე დროს მე მოგიყვებით მეორე საპირისპირო ისტორიას. გული გამისკდა ეს რომ მოვისმინე. იმიტომ რომ ეს არის ბობი ფიშერი. ბობი ფიშერის გამო ხალხს შეუყვარდა ჭადრაკი თავის დროზე რო იცოდეთ. ეს იყო გენიოსი ადამიანის როლი. ბობი ფიშერი ერთ დღეს ოთახში ჩაიკეტა და აღარ გამოვიდა იქიდან. და თქვა რომ ვაფშე ჭადრაკი მეზიზღებაო. ბობი ფიშერის გამო ჭადრაკი ხალხს უყვარდა და ბობი ფიშერმა თქვა რომ ჭადრაკი მეზიზღებაო. მაგრამ ბობი ფიშერმა თქვა მაგარი არგუმენტი. ჩემ დროს ჭადრაკი იყო ისეთი რაღაცაო რომ ამხელა ციგნი კი არ ქონდაო დაზეპირებულიო. ნუ რაღაცები ვიცოდეთო, მაგრამ დანარჩენი ცოცხლად წდებოდაო. და დღესო მოჭადრაკეებიო, კაროჩეო, იზეპირებენო ამ დაწყებებსო და დებიუტებსო და ენჭპილებსო რაღაცები და უკვე გამოდისო რომ ცოდნას ეტაკება და უკვე ეგ არასაინტერესო არის. გასაგებია, ვაფშე სხვა რაღაცა თქვა. ბობი ფიშერმა თქვა ეგეთი რაღაცა, რომ თუ შენ ჩემპიონობა გინდა და ჩემპიონობისათვის გადაფიჩინებას აკეთებ, მაშინ ეგ უკვე ის ჭადრაკი აღარ არის. ეგ არის დაახლოებით როგორ რაღაცა, იცი? საქართველოს ნაკრებზე ფეხბურთში რო ლაპარაკობენ, მოიყვანეთ ის ქართველები, ბიჭო, ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ, თორე ვინც მოგებისთვის თამაშობს, უკვე ისე თამაშობს, რომ იმას ვეღარც უყურებს საერთოდ. ხო ხტებით რაზე არის საუბარი? ამიტომ ეს არის მომენტი, როდესაც მე ვამბობ, რომ მოდი დაიწყე შენ ახალი რაღაც, აი თუნდაც ჭადრაკი. ოღონდ დაიწყე იმითი კი არა, რომ შენ დაიზეპირო ახლა იქ რაღაცა დებიუტები. ეგ დებილობაა. არა შენ თვითონ იაზროვნე და შენ თვითონ გამოიგონე, აბა ამ შემთხვევაში როგორ უნდა დაიცვა შენი თავი. იმიტომ რომ ამოცანა ის კი არა, რომ ჭადრაკი იცოდე, ამოცანა ის კი არა, რომ ჭადრაკის ჩემპიონი იყო. არა, ამოცანა არის ის, რომ აზროვნებდე და ამ აზროვნებას ხელს უშლის დაზეპირება. მომყვებით ხო რის თქმა? ამიტომ მე ვამბობ ისევ ეგეთ რაღაცას. მაჩვენე ერთი ადამიანი, რომელიც ხელს დაადებს იმ ზღვარს, რომლის იქითაც არ გამოსდის და მანამდე გამოსდის. და თქვენ დაგიმტკიცებთ, რომ სანამ თიც დაადებს ამ ზღვარს, ეს ზღვარი გაიქცევა. ამიტომ მე არ შემხვედრი ადამიანი, რომელიც არის დაწყევლილი იმითი, რომ რაღაცა ზღვარის იქითკენ ვერ გაიგებს. თუ ეხლა ეზარება და ჩემსავით იძახის, რომ 21 days არა და 4 დღეში მინდა რომ ამას მივახციო, ეგ ეხლა რიჟაბაზარი არის. მაგრამ თუ რეალურად შენ ატესტირებ შენ თავს და შენ გინდა რომ გამოიჭირო შენი არსება იმაში დაწყევლილი ხარ თუ არა, ნიზლავს დაგიდებ და გეტყვი რომ ამ ოთახში ვინც ხართ, არც ერთი დაწყევლილები არ ახართ. და ეგ პასუხისმგებლობას გვიმატებს ჩვენ. იმიტომ რომ მე მეცაც გეტყვი, ვაიმე იცი რა, მე ჰუმანიტარი ვარ და სად შემიძლია ახლა პროგრამირება და ისე რა ქვია, ტექნიკრატიული რაღაცა. ვაშეს პატრონს გიცდია? ან უკუღმა რომ მე იცი რა არის ტექნარი ვარ და არ მევასება ეს რაღაცა ისენი. რაღაცა მოლურჯო ფერი და მარკეტინგი რო იტყვის და რაღაცა. გიცდია?
და მე ჩემ თავს ვეუბნები რომ მე რა ვიცი მო ეგ შენეუნები შენ თავს რო შტერი ვარო და რაღაც არის ჩემი საქმე და რაღაცა ჩემი საქმე და მე მაგას ვერ ვეუბნები იმიტომ რომ მე ბრახმა ვარ მე ყველაფერი ვარ ამიტომ მე მომიწევს რომ პლეიტაც უკრავ და პროგრამისტიც ვიყო და რა ვქნა აბა მე ვეღარ წყვიტავ რა ვარ მე უკვე ღმერთი ვარ დავაგვიანე დღეს ეს ადამიანები რომლებიც ამ დარბაზში არიან დიდი სიამოვნებით ღებულობდა თქვენგან საინტერესო ცნობებს რომელიც რაღაცას ქვია მეტამორფოზა ჩემთვისაც როგორც ერთ-ერთი ფოტელი რიგითი დამსწრე დარბაზის ძალიან ბედნიერი ვარ რომ დღეს ამ 2 საათის განმავლობაში მივიდა ძალიან დიდი სიამოვნება და რა თქმა უნდა დიდი მადლობა ყველას და ბატონ დარიელს რომელიც გაუწია ორგანიზება ამ დარბაზს ამ შესანიშნავ დარბაზზე კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ვფიქრობ რომ ჩვენი ახალგაზრდები რომლებიც დღეს აქტიურები იყვნენ მათ საკმაოდ საინტერესო რაღაც პასუხი ჰქონდათ იმისთვის რომ თქვენი გაგეცათ მაგათთვის და კიდევ ერთხელ ბედნიერი ვართ მადლობა ყველას და მეგობრებო რომ წარმატებები მადლობა უღრმესი მადლობა თქვენ ამ თბილი სიტყვებისათვის მე ნამდვილად ესე იგი პირობა შემიძლია დავდო რომ ფოთი ჩემგან იმსახურებს იმას რომ გემრიელად მოვიცალო და გემრიელად ჩამოვიდე და დამართლად დავათვალე რომ მე რაღაცებს მოვუკარი თვალი ნიკოლაძის რაღაცა ჩანაფიქრებს იქ ასე შემდეგ და ამას აუცილებლად აღვასრულებ მე კიდევ მინდა შევუერთდე თქვენ სიტყვებს და ყველა დამსწრეს მადლობა უთხრა იმიტომ რომ ძალიან გულწრფელად გეტყვით რომ ჩემთვის არის სადღაც ну აი რაღაცა ცოტაც და კურცხალი გადმომვარდება იმაზე რომ ხა ლაპარაკით ბევრს ლაპარაკობ თბილისსაც უამრავი ისე აზროვნების აკადემიაშიც ძალიან ბევრჯერ არის მაგრამ სულ სხვა არის როდესაც რეგიონში ჩადიხარ და შენ ხედავ რომ ეს ადამიანები კიდე სხვანაირად მოწყურებულები არიან კიდევ სხვა სიღრმეში აქვთ ნაფიქრი ეს ყველაფერი თავის ტანში აქვს გატარებული და ესე ზედაპირულად და ესე ტუტყნაობისთვის კი არ არის რაღაცა კითხვა ლიშბი დაგისვან იმიტომ რომ კითხვა იყოს სულ სხვა რაღაცა სიღრმე ხდება და კიდევ მინდა თქვა რომ აი მაინც უნდა თქვა პირფერობაში არ ჩამეთვალოთ აი ისე როგორც თქვენ საუბრობთ აი მე მგონი აი კიდე თაობა მოდის რომ აი ეს კულტურა კიდე ამ ყველაფრის გამოხატვის ამის საუბრის კულტურა კიდე სადღაც იკარგება ამიტომ ყველას მოუწოდებ ეგეთ რაღაცას რომ აი ესეთი რეგიონებში წავიდეს შეხვდეს იქ ადამიანებს განსაკუთრებით აი ინტელიგენციას ადამიანებს რომლებიც სულ სხვა სისუფთავით და გულწრფელობით არიან ფიქრის ორმოში ჩავარდნილები და აი მიხვდებით რომ ეს ქვეყანა მართლა მე მგონი ევროპაში შესვლის ღირსი არის და გაგვიღეთ კარები თორე ხო ამიტომ სრული პატივისცემა ჩემგან თქვენ